მოგესალმებით, მე ვახოს ანაია ვარ, ტელეკომპანია პირველზე ახალ სეზონს კიდევ ერთი პროექტი იწყებს. დღის ამბების, რეაქციის, პოლიტმეტრისა და პირველების შემდეგ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს ეთერში კვლავინდებურად იქნება თოქ-შოუ ხალხის პოლიტიკა. ყოველ ორშაბათს ჩვენ წარმოგიდგენთ მთავარ თემებსა და დებატებს სტუმრებთან ერთად. სეზონს ამ განახლებული სტუდიით ვიწყებთ, სადაც რამდენიმე წუთში ჩვენი აუდიტორიის წინაშე გადაცემის მონაწილეები წარდგებიან. გასული თვე და გასული კვირა ორი დიდი საკითხის გარშემო ვნებათ აღელვას დაეთმო ინტერნეტ სივრცეში კვლავ გამოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილ და საზოგადოებრივად თუ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს ფირები გამოუქვეყნეს. ბოლო წლებში საქართველოში ასეთი რამდენიმე შემთხვევა მოხდა, მაგრამ ინფორმაცია თუ ვინ იდგა ამ დანაშაულებების უკან არ აგვაქვს. ანუ არ ვიცით, ვინ იყო გავრცელების დამკვეთი. აქვე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის ის წილიც თუ როდის და ვისი დაკვეთით იწერდნენ ადამიანებს და რა ვითარება გვაქვს ამ მიმართულებით დღევანდელ რეალობაში. ასევე არ ვიცით, ვინ ემუქრებოდა ადამიანებს პირადი ცხოვრების მასალების გამოქვეყნებით. საინტერესოა კონტექსტიც დროის რა მონაკვეთშიც მსგავსი ვიდეოები ჩნდება. დღევანდელ გადაცემაში ეს იქნება ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც სტუმრები იმსჯელებენ. დებატების რეჟიმში კიდევ ერთ დიდ თემას შევეხებით, სასამართლო სისტემა, რომელიც ტრადიციულად დაპირისპირების საგანია. რამდენიმე წამში ხალხის პოლიტიკა იწყებს დისკუსიას. ანონსის შემდეგ სტუმრებს ამ სტუდიაში მოვიწვევთ. 2019 წლის პირველი თვე, რომელიც ტრაგედიებში, ბრალდებებში, პოლიტიკურ ბრძოლებსა და დაპირისპირებაში მიილია. პოლიტიკური პროცესი განახლდა. დაუნდობელი მეთოდები, რომელმაც ისევ ადამიანების პირად ცხოვრებაზე გაიარა. პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების ვინ რა მიზნით გააკეთე. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ფარულად გადაღებული კადრების მორიგი შემოტევა ინტერნეტ სივრცეში. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის მივადგეთ მთავარ დისტრიბუტორს. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისივე წევრს ებრძვის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერით. ეს არის თამაში ხელისუფლების იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რაღაცა რაოდენობრივ დაკავებებზე, როცა დამკვეთები უნდა ისჯებოდნენ. თუ ისინი ეძებენ სათავეს, ისინი იპოვიან საკუთარ თავს. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მოიპოვა ივანიშვილმა, გაავრცელა სუსმა და იჭერა ხალხს. დაპირისპირება გრძელდება სასამართლოს გარშემოც. როგორ გადაწყდება მათი ბედი, რომლებიც სასამართლო დარბაზებში ადამიანების ბედს წყვეტენ. მართლმსაჯულება საქართველოში. შიდა პოლიტიკური პროცესები. რა ხდება ხელისუფლების შიგნით და რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურ დაპირისპირებას აკვირდება და საკუთარ ყოფით სოციალურ პრობლემებთან გამკლავებას ვერ ახერხებს. დაპირისპირებული მხარეები, დებატები ხალხის პოლიტიკაში. დღეს საღამოს 8-ზე. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვარ და წარმოგიდგენ ჩვენს სტუმრებს, რომელთაც მოვიწვევ ახლა აქ აუდიტორიაში. ზვიად კუპრავა. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა. სოსო შატბერაშვილი. ბატონ სოსო. მოგესალმებით. გიგა ნასარიძე. საღამოშვიდობისა. ლადო ბოჟაძე. მოგესალმებით, ლადო. ვატო გელაშვილი. ნონა ფილაური. მოგესალმებით და გიორგი კაპანაძე. დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება ასევე გიორგი ახვლედიანი. მე მინდა ბატონ ლადო, თქვენ დაგისვათ პირველი შეკითხვა. ფარულ კადრებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. ძირითადად და ჩვენ აი ესე ვიკრიბებით წლების განმავლობაში, როდესაც ასეთი რამ მოხდება, როდესაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელდება კადრები და მსჯელობთ გამოსავალზე და თუ საერთოდ არსებობს ამ სიტუაციაში გამოსავალი. თქვენი აზრით, საიდან უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება, რომ ადამიანების პირადი ფირები არ ხვდებოდეს ინტერნეტ სივრცეში. საკითხი არის ძალიან რთული, ძალიან მრავალმხრივი და მოდით სწორედ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის მიესალმებით მაყურებელს. აქ ორი საკითხია ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. პირველი, ეს პროცესი დასრულდება მაშინ, როცა საზოგადოება ასეთი ჩანაწერებისადმი ინტერესს დაკარგავს. და თქვენ გახსოვთ, რომ ამის წინ გავრცელებული ერთ-ერთი ჩანაწერები, რომელიც ასევე ქალ პოლიტიკოსს ეხებოდა, ამან უკვე რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და პირიქით თავის დროზეც, ასე ვთქვათ, აი ამ უარყოფითმა
რეაქციამ საზოგადოების თითქოს ეს საკითხი მოაგვარა. მოაგვარა იმ თვალსაზრისით, რომ მავანმა ჩათვალა, რომ აღარ ქონდა ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, იმიტომ რომ ეს ვეღარ მოახდენდა ვიღაც პოლიტიკოს დისკრედიტაციას, ვეღარ მოახდენდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ვეღარ მოახერხებდა საზოგადოების უარყოფითი რეაქციას კონკრეტული ადამიანის მიმართვას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ეს ასე არ მიაჩნია და ჩვენ სულ ახლა ძალიან კიდევ ძიმე, ასე ვთქვათ, ფაქტი დაფიქსირდა, როცა კიდევ ერთი ქალი პოლიტიკოსის მიმართ განხორციელდა ასეთი სახის ზეწოლა. რამდენად მოხდა ეს და რამდენად მიიღო ეკაბესელიამ ეს ზეწოლა, ჩვენ მისი რეაქცია ვნახეთ, საზოგადოების რეაქცია და მე არ მახსოვს ადამიანის საზოგადოების პოლიტიკოსის, კულტურის სფეროს თუ ნებისმიერ სხვა სფეროს წარმომადგენელი, რომელმაც უარყოფითად შეაფასა, ასე ვთქვათ, ეს ფაქტი იმ თვალსაზრისით, რომ გაკიცხა კონკრეტული პოლიტიკოსი და თქვა, რომ აი მას აღარ აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, რა ხმა მოეღება მას თუ ასე ცხოვრობდა და ასე შემდეგ. კარგია, რომ საზოგადოებას აღარ აქვს ისეთი რეაქცია, რომელიც ასე ქონდა და ვინც ამას თავის დროზე აკეთებდა და ძალიან კარგად ვიცით ამას, ვის აკეთებდა ძალიან კარგად ვიცით ჩანაწერების ფაბრიკაცია, ათასობით ფაილი როდის იღებოდა, რამდენი მილიონი დაიხარჯა ამ ყველაფერში და გვეგონა რომ ეს ყველაფერი წასულ ჩაბარდა გულისხმობ შანტეს. ყველაზე ცუდი რაც არის ჩემი აზრით არის ის, რომ 2013 წელს ხელისუფლებამ გაუშვა შანსი გამოძიების. ახლა მოხდა ერთ კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება, დაკავებული იქნა 17 ადამიანი, ზოგი პატიმრობაშია, ზოგი გირაოთი იქნა გამოშვებული, მაგრამ ჩვენ მაშინ გაუშვით შანსი და მე არ ვიყავი სამწუხაროდ მაშინ იმ კომისიაში, იყო ჩემი ძალიან ბევრი პატივცემული მეგობარი და მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ამ ფირების წაშლის და განადგურების წინააღმდეგ, ვიდრე არ ჩატარდებოდა გამოძიება. ეს იყო კახიშვილი, რა იყო მიზეზი, იმიტომ რომ ჰქონდა თავისი განსხვავებული პოზიცია ამ. იმიტომ რომ ჯერ ერთი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ ასეულობით მილიონი დაიხარჯა ამ ყველაფერში, ხო? და ყველაზე მთავარი ვინ იყვნენ დამკვეთები, ჩვენ მაშინ უნდა გაგვეგო, ხო? აქ იმაზე კი არა ლაპარაკი, მარტო კამერა ვიღაცამ სად დააყენა, ხო? თავისთავად ჩართული იყვნენ ის ადამიანები, ვისთანაც ეს გადაღებები ხდებოდა. შეიძლება სასტუმრო ყოფილიყო, შეიძლება კერძო პირის ბინა ყოფილიყო და ასე შემდეგ. და ესენი იყვნენ და ახლაც შესაძლებელია ამის გამოძიება. ის კი არა ვინ გაავრცელა და პირველი ვინ ატვირთა YouTube-ზე ან ვინ გაავრცელა ეს მე Facebook-ში და ვინ ჩაუგდო იცი ნახე ეს და აბა ნახე. არა, არამედ ის ვინ იყვნენ ამის დამკვეთები. ანუ მთელი ჯაჭვი, ანუ საკითხი რომ ამოიხსნას ასე ვთქვათ. ყველაფერი არის ყველა ეტაპზე გამოსაძიებელი. ეს არის თუმცა ძალიან რთული იქნება. ვისი შეკვეთით იყო გადაღებული? 2013-ში მაშინ ვინ იყენებს, ვინ ავრცელებს და ასე შემდეგ. ყველაფერი, ყველა დეტალი. რომელიც ახლა საერთოდ პოლიტიკაში არ არის, ჩათვალა რომ ადვილი იყო უფრო ყველაფრის სუფთა ფურციდან დაწყება. გადაგვეშალა ეს ფურცელი და გვეთქვა რომ დამთავრდა. თუმცა ეს ხომ არ იყო ასევე ხომ არ იყო ასეთი დეტალი ამ ყველაფერში, რომ ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის მოცილება. აი მე გავანადგურე მე არაფერს შუაში ვარ თუ კი მომავალში ეს გავრცელდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა განადგურდა, ვის რა ასლები დარჩა ამ ყველაფრის, ხო? ეს ძალიან რთული საკითხია. ანუ გავანადგურე და მორჩა ეს ასე არ დამთავრდა, ხო? ნახეთ აგერა რა. მე ამიტომაც ვახსენე 2013 წელი და ვახსენე რომ ეს იყო შეცდომა და ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, მაგრამ კიდევ მეორე ფალად ეს იყო მცდელობა რაღაცა დაგვეწყო სუფთა ფურცი და გვეთქვა ამ მავნე პრაქტიკაზე უარი. რა თქმა უნდა ხელისუფლებას შეეძლო ეთქვა რომ ეს არის აგერ არის და გვითხრით რა გავაკეთოთ. კომისია შეიქმნა და ბუნებრივია ყველას უნდოდა რომ ეს მასალები ასე ვთქვათ განადგურებული იყო, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა შიში რომ შეიძლება მათაც ყოფილიყო რა იმედო. გასაგებია, კარგი, დიდი მადლობა ზვიად. აი პრობლემის გასაღებს რაში ხედავთ? ანუ ეს დამთავრდება ოდესმე თუ ეს არასოდეს არ დამთავრდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ უამრავი ჩანაწერი არსებობს, ხო? პირადი ინტიმური ხასიათის იქნება თუ სხვა ოჯახური საიდუმლოების თუ კომერციული თუ ასე შემდეგ უამრავ ფირზეა ლაპარაკი. ამ პრობლემის მოგვარების გზებს სათხედავთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მაყურებელს პრობლემის მოგვარების გზები შეიძლება და გზა ერთადერთი გზა შეიძლება იყოს მხოლოდ დასჯა იმ ადამიანების, ვინც ამ ფირების კარგი სიტყვა იხმარეს დისტრიბუციას ახდენს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, პასუხისგებას არ უნდა ჩამოცილდეს ადამიანი ის, ვინც თვითონ ფირი შექმნა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი, თუ ჩვენ მივდივართ ადამიანამდე, ვინც დისტრიბუციას ახდენს ამ ფირების, აქ ჩვენ ცალსახად მივდივართ ბიძინა ივანიშვილამდე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის
რაღაც გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს ვერც პრემიერ-მინისტრი, ვერც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვერც პროკურორი, ვერც მთავარი პროკურორი, ვერც დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარე და აშენე. ერთადერთი აი რითი აი უმძიმესი ბრალდება ახლა რასაც თქვენ. დიახ, ცხადია რა თქმა უნდა. ასაბუთებთ ამას. ჩვენ სწორედ გუშინდელი ჩვენი აქცია სწორედ ემსახურებოდა იმ ბრალის წაყენებას, რომელი ბრალიც იმ ადამიანს, ვინაც უბრალოდ ვიდეო ნახეს, თუ შეიძლება ვინ შექმნა ეს პირი. აი შემქმნელებზე საერთოდ რეაქცია არ გააქვს. ერთი წუთი. გამაგებინეთ ადამიანებს. დამშვიდით ერთ წუთი. რა შეეხება, ხო, დიახ, ის აქცია სწორედ რომელიც გუშინ ჩვენ ჩავატარეთ, ის შეიძლება იყო იმიტირებული ბრალი, მაგრამ ეს ბრალი აუცილებლად წაეყენება ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე, ვინაიდან სწორედ ის არის დამკვეთი ყველა იმ უბედურების და საზიზღრობის, გარდა პირადი პირებისა, ყველაფრის რაც ხდება ზოგადად ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე სამართლებრივ პროცესებზე და ამ შემდეგ, ვინაიდან ჩვენ ზუსტად ვიცით ახლა მთელი ხელისუფლება, ახლა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ ცუცი კი არის ბიძინა ივანიშვილის, ხო, ზუსტად ასე არის. შესაბამისად, მხოლოდ ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი. აქ არ არის რაღაც ცრუილმან გადაწყვეტილებებზე საუბარი, რომელიც შეიძლება კობახიძემ გადაწყვიტოს დაუშვათ მოუმატოს თუ არა ხელფასი, სწორედ მაგაშია საქმე. ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული დღევანდელი ხელისუფლების მოქმედი ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ძალიან არიან გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ ვიცით რომ ისინი ხმას ვერ იღებენ უბრალოდ და არიან ჩუბად და სახელები და გვარებით შეგვიძლია დავასახელოთ. დიდი მადლობა, ქალბატონო, გისმენთ ახლა უკვე. ეცით რას ვერ ვიგებ? შეიქმნა პირები. და არავის არ უჩდება. კითხვა, მე მომხრეებს გულისხმობ, რისთვის შეიქმნა ის პირები? აი ამდენი პირი, რომელიც არ უნდა განადგურებულიყო, მტკიცებულებები გაანადგურეს და ესეც დანაშაულია. გიორგი ახვლედიანი, რომელიც უკვე მოვიდა, შემოვიხმოთ სტუდიაში და შემდეგ განაგზავნოთ საუბარი. საღამოშვიდობის. დიდი მადლობა, დაიკავეთ თქვენი ადგილი. გისმენთ ქალბატონო. ეს იყო მტკიცებულებების განადგურება. განადგურდა მტკიცებულებები, განადგურდა პირები, ვითომ? არ ვიცით კონკრეტულად რამდენი განადგურდა, რა განადგურდა. ერთადერთი ადამიანი იყო კახიშვილი, რომელიც იყო წინააღმდეგი ამის. ნუ დაგვავიწყდება. არასამთავრობო სექტორი მაქსიმალური დატვირთით ითხოვდა ამ პირების განადგურებას. პრობლემა ესეცაა. და ამ დროს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა ჩვენ როგორ უნდა გვემტკიცებინა, ვინც ეს პირების შექმნა. ეს იყო უკვე სახელმწიფოებრივი დანაშაული. თქვენთან როგორც იურისტთან მაქვს ერთი შეკითხვა კიდევ. აქ იყო უამრავი პირი. დიახ. იყო ინტიმური სცენების შემცველი. თქვენ ამბობთ, რომ არ უნდა განადგურებულიყო და ამაში არის სერიოზული ლოგიკა, მაგრამ იქ იყო ასევე სხვა სახის პირები, ასევე ფარულად გადაღებული, რომელიც გადაეგზავნა. ანუ უკანონოდ მოპოვებული იყო ყველა ყველა იყო უკანონოდ მოპოვებული კომისიის მიხედვით, ხო? ესე იგი, ის რაც ინტიმურ სცენებს არ შეიცავდა და რაც არ განადგურდა და უამრავი იყო ასეთი და გადაეგზავნა პროკურატურას. ასევე უკანონოდ მოპოვებული. იმაზე რატო არა გვაქვს პასუხი დღემდე? არა გვაქვს იმაზე პასუხი, იმიტომ რომ ხელისუფლებამ არ გაქვს ამაზე პასუხი. ეს ფაქტიურად აი ეს მტკიცებულებები შეიფუთა ამ პირებთან ერთად. მე ესეთი შთაბეჭდილება მჩნევ. ყოველ შემთხვევაში. ხელისუფლება მე არ ვფიქრობ, რომ მარტო თავი არიდა ამ ყველაფერს. სავარაუდოდ ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან რაღაცაზე შეთანხმდა, ხო? აბა როგორ შეიძლება იქ დანაშაულის ნიშნები არ იყოს და ამ დროს პრეზიდენტს ყოფილს ვედავებოდეთ რაღაც პიჯაკზე. ხო არა სერიოზულია რა. სწორედ აქ გვაქვს პრობლემა. მე იმას არ ვამბობ, რომ მარტო წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული და ეს ხელისუფლება დაუშვათ ამას იგივეს არაკეთებს. ამას ვერ ვიტყვით. იურიდიულად ამის თქმა უბრალოდ ძალიან ძნელია. ამას ვერ ვიტყვი და ვერც იმ საზოგადოებას ვერ მოვატყუებ, ვინც ახლა მისმენს, მაგრამ იმას ნამდვილად ვიტყვი, რომ მე მაინტერესებს, რატომ შეიქმნა პირები. რა პასუხი აქვს აი გუშინდელი აქციის მონაწილეებს, აი ადამიანებმა რატო შექმნეს ეს პირები, აქციას ვის უტარებენ, საკუთარ თავებს ჩაუტარეს აქცია? რატომ შეიქმნა პირები ზუსტად? თუ იმას ჩხუბობთ, რატო გავცელდა ესენი და რატო გამჟღავნდა ის ყველაფერი, რაც იყო წარსულში? ეს კითხვა ხა თუ ჩემამდე მოდის, მაშინ გიპასუხოთ. პირადად მე თქვენს ხედავ და გისვამ კითხვა. ერთი პროტესტი თქვენს მიერ თუ განხორციელდა იმ ადამიანების მისამართით, ვინც ეს პირები შექმნა.
საუბრის დასაწყისში ვახსენე რომ დასაჯელია როგორც გამავრცელებელი და დისტრიბუტორი ასევე შემქმნელი და თუ თქვენ გაინტერესებთ ხა თუ თქვენ ჩემს მიმართ ფიქრობთ რომ ეს პირები შეუყვეთა ბიძინა ივანიშვილმა და მაშინაც მას შეუყვეთა რატომ არ მიმართეთ პროკურატურას განცხადებით თქვენ ესე ხელახებით რომ საუბრობთ ამაზე გუში საერთოდ ახალი გარემოება გამოვლინდა რომ იქ iPhone 5 რომელიც გამოსული არის 2012 წელს გაჩერდა კარგი ეს გამოძიების დასადგენია ასე რომ როგორც შემქმნელი ასევე დისტრიბუტორი როგორც შემქმნელი ასევე დისტრიბუტორი პროკურორი თუ რუსთავი ოშე ზის ჟურნალისტი იქაც რაღაცა გამოკვლევები როგორც შემქმნელი ამ ირკვევა რომ როგორც შემქმნელი ფირის ასევე მისი საზოგადოებისთვის წარმოდგენი არის სწორედ ეს ხელისუფლება რა შეიძლება ბატონო მე როდესაც მიყურებ და შექმნაზე როდესაც თქვენ თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ რომ მე რამე ხელი მიმიწვის ანიშვილ ფირების თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროკურატურაზე არ იყო გიორგი კაპანაძეს უბრალოდ დაუფიქრეთ უნდა დასაუბროთ თავარი ამბავი თავარი ის არის რომ დაისაჯონ ორგანიზატორები, დაისაჯონ დისტრიბუტორები და ვინ შეიძლება იყოს ორგანიზატორი ამ ქვეყანაში თუ არა ბიძინა ივანიშვილი. ეს არის თქვენი ლოგიკა. თქვენ მიყვებით ამ ლოგიკას. მე მაინტერესებს სრული სიზუსტით ვითხო პასუხი. ვინ შექმნა ეს პირები? რა მიზანი ქონდა ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნას და რატომ კარგი, დასაგებია ქალბატონ ნონა ვადროვოთ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში ღია ეთერში საუბრობდა თავისი თავდაცვის მინისტრის პირადი ცხოვრების შესახებ. მან ირაკლი ალასანიას პირადი ცხოვრება მიმოიხილა პირდაპირ ეთერში. იჭორავა უბრალოდ. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის ყველა ინსტიტუციური უბედურების წყარო და ამიტომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე ეს პირები არ და ვერ გავრცელდებოდა. ეკაბესელიას შესახებ კი არა. ეკაბესელიამდე ძალიან ბევრი ადამიანის დაშანტაჟება სცადა ამ ხელისუფლებამ. როგორც ტელეჟურნალისტების, ისე პოლიტიკოსების გარეშე არის. იქნებ წინა ხელისუფლებამ დააშანტაჟა ამ პირები დააშანტაჟებს დღესაც ხელისუფლების და ჟურნალისტები და ადვოკატები ძალიან ერთი წამი აი გიორგი რა მინდა ვიკითხო ხო აი ახლა არის დისკუსია და რაღაცნაირად თითქოს ფრაგმენტულია ეს ყველაფერი ხო აი ჩვენ მოქალაქეებს რა გვაინტერესებს ეს ვინ გადაიღო პირები ვინ იყო დამკვეთი რომ ეს პირები გადაღებულიყო და ეს ხომ არ არის მარტივი საკითხი ახლა ოპერატიული თანამშრომელი თუ ვიღაც თავისი ნებით ამას არ გააკეთებდა ხო ეს აქამდე მივყავართ ლოგიკას ანუ იყო თუ არა ეს დანაშაული სისტემური აი ამაზე მაინტერესებს თქვენგან პასუხი და ახლა რო ვრცელდება ეს კიდევ დიდი ნაწილი აი ამ საკითხის ანუ ფრაგმენტირებულად საუბრობთ ორ ნაწილზე და ორივე მნიშვნელოვანია. ამ ხელისუფლებამაც კი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოს გადაღებაზე დააკავა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები წინა ხელისუფლების დროს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რომ ეკაბესელიას გაურცელეს ფარული ვიდეო პირადი ცხოვრების ამსახველი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას ხელისუფლებამ. არა, მაქვს ნანახი. უნდა და ვერსია რა გაქვთ, როდის არის გადაღებული? არა, მაინტერესებს. თუ ეკაბესელია თვითონ აქვს ვერსია, როდის არის გადაღებული და მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლების დროს გადაიღეს ეკაბესელიას ამას არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის. არა, გეტყვით, როგორ არ აქვს მნიშვნელობა. რომელი ხელისუფლების დროს გადაიღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, მისი გავრცელების გამო ამ ეს ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. თუ გადაიღეს წინა ხელისუფლება რა შეიძლება კონკრეტული ადამიანები დაკვირვებულსაც ეს ფაილი აქვს YouTube-ზე. თუ გადაიღეს. ეხლა უნდა ვკითხოთ ამ ადამიანს ეს ფაილი საიდან მიიღო? თუ გადაიღეს წინა ხელისუფლების დროს. ძველი გადაღებული ფაილის წყარო შეიძლება იყოს ორი. ვინც ამაში მონაწილეობდა. გიორგი, შევცავდეთ ერთდროულად თუ თავდებით 2012 წლამდე ხელისუფლება სისტემური დანაშაულის დონეზე. რა ვიცით რომ ძველი გადაღებული კადრებია. არა, ბესელი აღინა არა, ბესელი ამბობს ეს იმას არ ნიშნავს რომ ზუსტად ახსოვს. იქნება რა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი ვიცით ჩვენ ვინც პირდაპირ ეთერში განაცხადა ადამიანი არის დამარცხებული და ადამიანი არის გადაღებაში მიცემული რომელმაც რას ქვია პასუხისგებლობა სწორედ მაგაზია ლაპარაკი ხალხს იჭერეთ. ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი დასაჭერი? სუსმა გავრცელა და ჩვენ ვიჭერენ აკადემიის ხალხს. კარგი, გიორგი. ადამიანი შეიძლება და გიორგი აფლედიანს უნდა მივცესით. რა ვიჩეინახა გავრცელა? რისთვის რომ თქვენ კითხვა დაუსვით ადამიანს გაქვთ თუ არა ნანახიო და ადამიანს რო ეთქვა რომ ნანახი მაქვს შეიძლება ბრალი წაუყენო? ამისთვის რო არიან დაჭერილები? მე მაგეკითხები თუ ნანახი გაქვთ მაშინ შეგიძლია თქვა ახლა არის გადაღებული. თუ ადრე არის. თიწამეთ, აი რაზე ვკამათო. რაზე არ ჩვენ უნდა ვისაუბროთ. არა, როდინდელი. ნახეთ, აქ მნიშვნელოვანი ის რომ ადამიანებზე თვალთვალი და მათი უკანონო ჩაწერა ხორციელდებოდა, ამაზე ვდაობთ. ეს არ არის სადაო კომისია იყო. კომისია იყო ამაზე შექმნილი. როდის?
ხო, ნახე ძალიან კომისია შეიქმნა სწორედ 2012 წლამდე გადაღებულ მასალებზე. ყველა მე მგონია აქ საქართველოში რატომ არ თაფლებით არის იმაზე დაჟილი? რომ 2012 წლამდე წინა ხელისუფლება დიახ. უკანონოდ დიახ. მაგრამ სინამდვილეში კანონიერი მეთოდებით იგულისხმება თანამშრომლები მოსასმენი აპარატურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიყიდეთ. დიახ. ჩვენი ბიუჯეტი გაიხარჯა მილიონები ვინმეს მოსმენაზე და რამე ოპერატიულ ღონისძიებებზე კი არა. ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიური ადამიანების პირადი ცხოვრების ხაჩქერკავა და საძებნად. ეს პროცესი დამთავრდა 2012 წელს. ერთი აღმოჩნდა ფაილები, რომელიც განადგურდა და სისტემური დანაშაული აღმოიფხვრა. თუ დღეს ვინმე მეტყვის, რომ 2012-ის მერე გადაღებული ვიდეო სადმე არსებობს, რომელიც მერე აიტვირთა, ეს სხვა თემა, ამაზე ვიდაოთ. არის ახლა სალაპარაკო მეორე. თუმცა თუ განადგურდა. ლადო, ესეც დიდი საკითხია. არა, მე ჩვენ რაც გვაქვს ახლა მოდელი, ეს უზრუნველყოფს თუ არა, რომ დღეს იგივე არ ხდება. ეს მერე ხელისუფლებამ არ გადაიღო. თუ ესენი გაანადგურა, აბა ეს ფაილი ვის აქვს? ამიტომაც საინტერესო ეს ადამიანის დაკავებულია მივაგნოთ იმას ვინ მიცა მას ეს ფაილი. კი ბატონო, გიორგი ახვლედიანს მოусმინე. ხელისუფლებამ ახლა რამის გამოძიება დაიწყოს, ესე იგი უნდა აღიაროს თვითონ რაც გაანადგურა, კი არ გაანადგურა, კიდე შენახულია და შენახული ვის აქვს ძალიან კარგად ვიცით. ვინც ამას სისტემურად აკეთებდა და მთავარი კარგი, პირველი ოქტომბრის მერე ერთი თვე განადგურებაზე როცა ლაპარაკობთ, ზვიად უყრავას რომ ვკითხოთ. ან მაგალითად გიგან ასარიძეს ისინი იტყვიან, რომ ჩვენ არ გვჯერა რომ იქ რაც განადგურდა იმისი ასლები ვიღაცამ არ დაიტოვა. არა, ასლები კი ესე იგი საერთოდ განადგურდა განადგურდა საერთოდ გიორგი ახვლედიანი და შემდეგ ხელისუფლება. მოგესალმებით. არა, ვის გადაიღო შეიძლება კარგი, შეიძლება მე მგონი ყველაფერზე ერთად დავობთ ახლა აბსოლუტურად იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა 2012-ამდეც და 2012-ის შემდეგს და კონკრეტიკაზე აღარ ვეძიებით ასე ვთქვათ. რეალურად რომ ვთქვათ, ახლა იმის პრევენცია და იმის დარწმუნება, რომ დღეს შეიძლება ამ მსგავსი აღარ განმეორდეს, რაც კეთდებოდა 2012 წლამდე, ამის ერთადერთი გარანტი შეიძლება არსებობდეს ის, რომ დამნაშავე იქნას დაჟილი. თუ დამნაშავეები არ არიან დაჟილები და არ ისჯებიან და ამაზე რამდენჯერაც წარმოიქმნება ეს პრობლემა, რომ არიქა და აიხა ვრცელდება ფარული ჩანაწერები და შემდეგ არავინ ამაზე პასუხს არ აგებს, ხო? ბუნებრივია ეს განცდა საზოგადოებას ვერ ექნება, რომ ეს დღესაც არ შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ დანაშაულს ვერასოდეს ვერ აღმოფხრი, ვერ შექმნი ისეთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, სადაც კრიმინალი არ ხდება, დანაშაულს არ ჩადის ადამიანი და სამწუხაროდ უბედურება და ტრაგედია არ ხდება, ხო, დანაშაულის ნიადაგს. ამიტომ ვერასოდეს ვერ შევხვით ეგეთ ქვეყანას. უბრალოდ ამ დანაშაულის პრევენცია უნდა იყოს დანაშაულის დასადამსჯელო სამსახური და სადამსჯელო, ასე ვთქვათ, ფუნქციები და დანაშაულის დასჯა უნდა ხდებოდეს. რაც შეეხება ეხლანდელ მოვლენას, ჩვენ არ გვაქვს ეხლა არავითარი მოცემულობა, არავითარი წინაპირობა 100%-ით ვთქვათ, რომ ეს დღევანდელი ჩანაწერები, რომელიც ეხლა ვრცელდება და ვიღაცა ნახულობს, ვიღაცას არ უნახავს, ვიღაცა დააკავეს და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ წყარო არ ვიცით ჯერჯერობით, გამოძიებას დაიწყო და ამდენი ხმაურია, რატომაც დღეს აქავართ. ჩვენ არ ვიცით, ეს არის გადაღებული ამ ხელისუფლების პირობებში თუ წინა ხელისუფლების. ჩვენ ამ შემთხვევაში ერთადერთი რაზეც შეგვიძლია დავეყრდნოთ, ეს არის თავად ეკაბესელიას განცხადებას, რომ ეს არის მაშინდელი, როდესაც ჯერ კიდევ 2012 წლამდე პერიოდი იყო. პოლიტიკურად დავეყრდოთ. პოლიტიკური განცხადების დროს. მე არ ვეყრდნობ ხა დარწმუნებული ხართ რომ თარიღი არ ექნება როგორ შეიძლება ეკაპესელიას დავეყრდოთ როდესაც გამოძიება არ არის რაც ლაპარაკობ გამოძიება მუდმივად ყველა ჩვენი მას პოლიტიკური ინტერესი აქვს ძალიან მარტივია პოლიტიკური ინტერესი ადამიანებს შეიძლება აზე ლაპარაკი წინანდელი იყოს მაგრამ პოლიტიკური ინტერესი მე არ ლაპარაკობ ხა თხილის ფორმაში არ ვამბობ როგორც ერთადერთი ამ შემთხვევაში სადაც საუბრობს ადამიანი რომ ეს არის ჩემ მე მეხებაო ადამიანი ამბობს ეს ყველაფერიო ჩემზია ეს საშინელება გადაღებულიო და ამიტომ მე გეუბნებით რომ ეს ყველაფერი ძველიაო ეს არის ჯერჯერობით მოცემულობა ეხლა იმ ადამიანების ადვოკატებმა ვინც ეხლა დაკავებულები არიან შეგიძლიათ მოითხოვოთ აიღოთ ეს ფირი გადააგზავნოთ ამერიკაში ევროპაში კვალიფიციურ ისეთ ორგანოებში რომლებიც დაადგენენ ავთენტურობას და ასე შემდეგ იტყვიან რომელ წელს არის გადაღებული და ასე შემდეგ და მილიონ კვლევას ძიებას ჩაატარებენ და უფრო კომპეტენტურ პასუხს გვეტყვიან ამაზე ჯერჯერობით ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს ეხლა რაც შეეხება საერთოდ საიდან წამოვიდა ეს თემა ხო მაგაზია საუბარი რომ
ეს კვლევა და ეს გამოძიება. ეს გამოძიება კომპეტენტურმა ორგანოებმა ვინ უნდა არის მოაწყოს. კომპეტენტური ეს ამ ორგანოები? შემთხვევაში თქვენთვის შეიძლება ეს იყოს უცხოელი ექსპერტები არა, საქართველოში ვინ არის კომპეტენტური ქართული ოსების წარმომადგენლები შეიძლება საკმარისი ხელისუფლება რატო ჟურნალისტების დაშანტაჟებას სცადეს. საუბარი სხვა რამეზე. ძალიან ხო, ჩვენ ახლა ნუ გავიქცევი და ნუ განვიხილავთ. რა ექსპერტიზა, ძალიან რა რაღაცა არა, თუ გაინტერესებს როდინდელია ის მასალა მაგის დარკვევა შეიძლება მე და შე ვერ გავარკვევთ კი მაგას ვამბობ. განმძიებელი ეს ხელისუფლება არ არის. ძალიან ხო. გაცხადები ყველაფერში ის არის დამნაშავე. ყველას უნდა მივცეთ ვადროოთ და ასრულეთ თუ შეიძლება. დასრულება მინდა თავარზე ვთქვა. დღეს როგორი მოცემულობა გვაქვს? ვინ გავრცელა ახლა? ჩვენ ვიცით რომ ეს მასალები ხო? ძირითადად შექმნა ძველმა ხელისუფლებამ. ხო? ეს ნამდვილად რასთან დაკავშირებით? ასე გამოძიება გითხრა ჩვენ ეს. ყველამ ვიცით რომ ხელისუფლება გამოძიებელმა რომელმა ორგანომ გითხრა? ვინ გითხრათ ბატონო? გაგვაჩვენეს ის კადრები. ასტილიანი ახალგაზრდები როგორ აუპატიურებდნენ პატიმრებს, ფარონჩელებს როგორ აკეთებდნენ. ძალიან კარგად კაცო პატიმრების გაუპატიურება და თქვენ დადგმულისცენები რომელიც თქვენ დავთავად 2012 წლებში ნაცრი შეყრა. არა ბატონო ვინ დაგიდგინა თქვენ რომელმა ორგანომ დააწყო დიდი მადლობა მაგესმეჩი 12-ში 13-ში 14-ში 12-ში ვინ დაადგინა ბატონო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ამას აკეთებენ ონობით ეს ვიცი დიდი მადლობა საინტერესო არის ვახო ვინ აკეთებს დღეს ამას ეს აი საუბარია იმაზე რომ როგორც კი აი ამ ფარული კადრები ნახეთ სანამ არ იქნება გამოძიება ყოველთვის იქნება ეს საუბარი ამ ფარული კადრების ერთ-ერთი დამახასიათებელი არის ეს რაღაც აიტვირთება მე მიდის ურთიერთბრალდებები ვინ გამოძიებამ უნდა დამაჯერებელი პასუხი გასცეს ვინ ატვირთა ეს მასალა ხო მანამდე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა ჩვენ ამისთვის ვარ და ჩვენ გამოძიებაზე გაფრთხილდება სწორედ მაგას ვაკეთებთ მაგრამ სურვილი ეს არის ჩვენ ვიმსჯელოთ ამ თემას და პოზიციებს და ვერსიებს ვამბობ და თავარია ვის აძლევდა ხელს ეხლა აი ამ ჩანაწერის გამოქვეყნება ვის აძლევდა ხელს მოდით ეხლა ვთქვათ ყველას აძლევდა ხელს ვისაც ქართული ოცნების ხელისუფლების ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის პრობლემის შექმნა უნდა ეს ფაქტია ხო? ნახე როგორ მომენტში გავცელდა ეხლა როგორ ბიზნესმენშიც არ აწყობდა. არა, ერთი წუთი. არ აწყობდა, ხო? ერთი წუთი მე გეუბნებით იმ ვერსიას გამოვრიცხოთ. არაფერს არ გამოვრიცხოთ, კაცო. არაფერს არ გამოვრიცხოთ. ჩემ ვერსიას გეუბნებით. ყველაფერს დედამიწურზე მათ შორის ამას და გაკეთე, იმიტომ რომ ეს იქნება მოთხოვნი და ილაპარაკული ვარიშულზე. აი დავასრულებ. როგორც კი, აი სიტუაცია მოდი და ძალიან მარტივად რა, საერთოდ არ ვართ პოლიტიკოსები და გვერდიდან უყურებთ ამას ყველაფერს ტელევიზორში რა. წარმოიდგინეთ ქართულ ოცნებაში სერიოზული დაპირისპირება წარიმართა, რაც ყველა პოლიტიკურ ოპოზიციას ხელს აძლევს, რაც უფრო დასუსტება ოცნება, მით უკეთესია ოპოზიციისათვის ჩვეულებრივი ამბავია საქართველოს და თელსოფლიოში. როგორც კი, ეხა იმ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ კი არ გააღრმავოს კონფლიქტი, არამედ შერიგდნენ. ეხა დროებით შერიგდნენ, დიდი ხნით შერიგდნენ, ეს სხვა საკითხია. გადაწყვიტა შერიგდნენ. მეორე დღეს ვრცელდება ეკაბესელიაზე ეს ჩანაწერები. ანუ ოპოზიციამ გააღრმა. მეორე დღეს ვრცელდება ეს ჩანაწერები. ეხა, მოდით ეხა, მე აქ ძალიან სერიოზულად იყვეთ ერთ-ერთი ვერსია, რატომაც არა, მოდით განვიხილოთ. მე კი არ ვამბობ, რომ ახლა პრეტენზია მაქვს ამის 100%-იან სიგუსტეზე. მაგრამ თქვენ ამ ვერსიის გჯერათ. მე გეუბნებით, რომ ვის აძლევდა ხელს? ვის აქვს ეს ჩანაწერები წვდომა? ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ვატო გელაშვილი. გამიგე? ვის აქვს წვდომა? მე არა მაქვს, არც ლადოს არა აქვს და არავის სხვა პარტიებს ეს არა აქვს. თქვენ ორს აქვს მარტო ქართული ოცნება და ნაციონალიზმი. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება არეულობა ვის გიორგი, დიდი მადლობა, სხვებსაც მოусმინოთ ვატო გელაშვილი. მე მაქვს ესეთი ჩემებური ვერსია ხა რადგან ეს თემები დიდი ხანია უკვე არის მე ისეთ პარტიაში ვიყავი რომელსაც შეეხო ეს ამბები რაღაცა ჩემი და არა მარტო ჩემი ცოტა ისეთი ადამიანებმა ვიჯერდეთ ამ თემებზე და მართლაც რო გავყვეთ სიტუაციას და რო გავყვეთ მოვლენებს ეს კადრები არის 2012 წლამდე გადაღებული წინა ხელისუფლების მაგრამ მოტივი აი ამ კადრების არა ჩემ ვერსიას ვლაპარაკობ უკაცრავად ხო რატო მივდივარ ამ ლოგიკამდე? მე არაფერს არ ვამტკიცებ ხა მოსამართლე არა. არა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვერსიას დაეკარგოს. ხო და გამოძიებას არ ვადგენ არც გამოძიებას არც უბრალოდ ლოგიკას მინდა ვიყო. წინა ხელისუფლებას ხონდა ესეთი დამახასიათებელი თვისება, რომ ისინი თვალთვალს ახდენენ ისეთ პარტიებზე, ისეთ რაღაცა ადამიანებზე, რომლების მიმართაც არა მარტო ოპოზიციურად რუსეთის სპეცსამსახურებთან ეჭვი ქონდათ რომ ქონდათ ამ ადამიანებს კავშირები. ან თვითონ ამყარებდნენ ამ კავშირებს, ან რუსული სპეცსამსახურები ამყარებდნენ ამ ადამიანებთან კავშირებს და მით უმეტეს თუ ესენი იყვნენ პროაქტიული, ანუ აქტიური
მოწინააღმდეგები იმ ხელისუფლების. ეხლა მე ვერ დამაჯერებსო ის კადრები, რომელიც გადაიღეს, იქ ვიღაცა კაცი ჩაუდო თუ რაღაცა პირადი ცხოვრება შეუქმნეს და ძალით გააკეთებიეს ესეთი რაღაცა. თვალთვალის მიზეზი იყო ის, რომ თუ არ თანამშრომლობდნენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მტერთან რუსეთთან. ეს ისაბახ, იმიტომ რომ ისეთი ადამიანების პირადი ცხოვრების საძინებლებში მაგიტო არა, საძინებლებში არა, თვალთვალს როცა იწყებს, თვალთვალს როცა იწყებს საძინებელშიც იწყებს, იმაშიც და ოფისში და ყველა. არა, ერთი წამი. ამისი კანონიერება თუ არსებობს, სასამართლო გადაწყვეტილება და სასამართლო გადაწყვეტილება. აი ეს გამოიძიონ ბატონო. ამით გამქვია უკანონო ეკაბესელიას პირადი ცხოვრება მე მაინტერესებს. რატომ მოხდა მისი გადაღება? ხო არ იყო მიზეზი რომ ის თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან? არ მოგიდგენიათ, ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, სადმი მყავართ, უკაცრავად გიორგი ერთი წამით. ეს უნდა რუსულად ფრაზა თქვა ყველა გიორგი ერთი წამით. საკითხი რაც წამოიჭრა ერთი წამით. საკითხი რაცაც წამოიჭრა, ამას სჭირდება განმარტება ჩემი აზრი და გეტყვით ახლა ერთ რაღაცას. როდესაც კანონიერი გზით მიმდინარეობს მიყურადება ადამიანზე. კი ბატონო. ამას სჭირდება სასამართლო გადაწყვეტილება. და მოიძიონ იქნებ არსებობს. და იმიტომ არის ეს პირები უკანონო კომისია მოიძია და არ არსებობს. რომელმა კომისია მოიძია? რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე. სწორედ ამაშია საქმე, რომ ეს არის უკანონოდ გადაღებული პირები. როდესაც ეს ხდება, ეს მასალა თუ კი არ არის არანაირ კავშირში რაღაც ეჭვებთან, ნადგურდება, იცით და ადამიანებს უნდა შეატყობინონ, რომ მათზე მიმდინარეობდა თვალთვალი. იქ არაფერი არ აღმოჩნდა და განადგურდა ეს მასალა, რაც მოხდა, ასე ვთქვათ. მაშინ თქვენი ფიქრი უნდა გამოიყენოს. რატო არ გამოიყენა მაშინ? რატომ არ გამოიყენა მაშინ ეს ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში? ვიზი არ გამოიყენა. მოდი რა, ამნიზია ხო არა? 2012-ში წინა საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლებამ გაავრცელა პოლიტიკოსების პირადი საუბრები. ხო? რაც იყო მინიშნება იმისა, ერთი წამით რა. ერთი წამით რა. ბატო, ძალიან მარტივად არის რა, ჩემზე რო გავცადდეს. ჩემი და თქვენი სატელეფონო საუბარი, იმ დღეს ვიფიქრე, რომ ასევე შეიძლება იყოს გადაღებული სხვა ყველა ჩემი მოქმედება. ძალიან მარტივად. ეს ერთი. ეს ერთი. მეორე ზვია. კარგი, ფიქრის კადრები დაგმული იყო და ბევრჯერ ახსენე. სააკაშვილო ვერ გაიგო რომ ეს დაგმული იყო. ორი მინისტრი მოხსნა, ორი მინისტრი შეცვალა, სახალხო დამცველი მინისტრად გადაიყვანა. სპეციალური კომისია შექმნა, დაშვება არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმისათვის ციხეებში შევსულიყავით და გვენახა ის რაც მართლა მოხდა. და ეს დადგმული კადრების გამო გააკეთა სააკაშვილო, შენ ასე გონია დღემდე? მე თქვენ რაც თქვით, არა, მაინტერესებს, თქვენ დროს უბრალოდ ბატონი სოსო შატმერაშვილი, შემდეგ გიგან ასარიძე. ვიცი, დაიმახსოვრეთ და გია ერთ-ერთი ყველა გაურეკეს და უთხრესდება. ახლა გავავრცელებ კიდევ უფრო უარეს. აინტერესებდა ვიღაცის პირადი ცხოვრება. მე მაქვს ესეთი მოსაზრება. ისი შანტაჟისტი არ გამოიქცევი და ისი შანტაჟისტი სოციალურ ქსელებს ვერავინ ვერ აკონტროლებს. და ნაციონალურ მოძრაობას. ჩუმა და აგა გამოგიჟა არ არის რა ბატონო ლოგიკას თუ არ ხამს ეს კადრები ნაციონალურ მოძრაობას გამოეყენებია და დიდი მადლობა ბატონი სოსოს მოსაზრება მოვისმინოთ გყავთ ვადროვოთ ერთმანეთს ბატონი სოსო შატმერაშვილი კარგით კიდევ გვაქვს დრო ვადროვოთ ერთმანეთს ეს პრობლემა კოჰაბიტაცია არ არსებობს ბატონი სოსო შატმერაშვილის მიკროფონი არის შართული და მისი ხმა ისმის ახლა შემიძლია ეხლა ძალიან დიდი მადლობა რომ სიტყვა მომეცით ბატონო ვახტანგ ვახო მოდი ეხლა მე არც ექსპერტი ვარ არც გამომძიებელი რომ გამოვიძო ჯერთი არც მინახავს ეს კადრები და რომს გამომიგზავნოს ვინმე უბრალოდ არ უნახავ იმიტომ რომ იმდენად ამაზე რძენია ხელისუფლების ეს იყო ერთი წუთით ეხლა თქვენ ხელისუფლება და მე ბიძინაზე გადახვალთ ერთი წუთით დამამთავრებინეთ იმდენად ამაზე რძენია ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა იმდენად საზარელია ეს ფაქტი რომ უბრალოდ დანახვაც არ მინდა და დავიწყოთ იმით რომ ვინ გააკეთა საქართველოში პირველად ეს ფარული ჩანაწერი ეს გახდათ ასლან აბაშიძე რომელმაც სააკაშვილს გადაუღო ფარული კადრები ერთ-ერთ სასტუმროში ფოთში და როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა მოიტანეს მაშინ თვითონ ნაციონალებმა სხვათა შორის იქ ჩართეს და დაიწყეს ღლიცინი და მითხრეს აი მოდი ნახე მიშა რაც საკეთებს არც შემიხედია იმდენად ამაზრზენი იყო
მოდით ახლა რახან ჩვენ ექსპერტები არა ვართ, გამომძიებლები არა ვართ. აბაზრზენი რო იყო რა. ერთი წუთით, რა, კარგი იყო, რაც გავუკეთეთ. არა, თქვენ არ შემიხედია იმედა აბაზრზენი იყო და აბაზრზენი რო იყო, აიცი, თუ არ შემიხედია. მომიყვნენ, რა საკეთებდა და ხელმა საქართველოს მიცოდა რა საკეთებდა. სააკაშვილი. ერთი ხოლმე მაქვს და მოწოდება ყველასადმი. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, რომელიც არის ძალიან ფაქიზი თემა საქართველოში, იმიტომ რომ ადამიანების პირად ცხოვრებას ეხება, მოდით, ნუ მოვახდენთ ადამიანების იდენტიფიცირებას პირდაპირ ეთერში. კი ბატონო, პირდაპირ ხელს ადებენ ბიძინა ივანიშვილს. იმ შემთხვევაში, პირდაპირ ხელს ადებენ ბიძინა ივანიშვილს. როდესაც თავად თქვა ქალბატონმა დეპუტატმა და თავად თქვა ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა ღია. როდესაც არა, სხვა რამეს ვამბობ. როდესაც რაღაც ფირებზე არის ლაპარაკი. დიახ. ადამიანების იდენტიფიცირებას ნუ გავაკეთებთ. თუ კი თავად ამ ადამიანს ამ თემაზე არ ვახო, მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც მთელმა საქართველოს მიცის, რაიმე ახალი ხო არ მithქოს და ვინმესთვის ხელი ხო არ დამიდია და თანაც დავადანაშაული ასლან აბაშიძე, სააკაშვილი არ დამიდანაშაულებია. ამის შემდეგ სააკაშვილი ვინ რაში დაადანაშაულეთ იდენტიფიცირებას ნუ გავაკეთებთ. პრეზიდენტი და ნაცვლად იმისა, რომ ძულდეს აი ეს საქმე, რაც მას თვითონ გაუკეთეს, რაც რის ქვეშაც თვითონ მოყვა, ნაცვლად იმისა, რომ შეძულებოდა და კატეგორიულად აეკრძალა თავისი, ასე ვთქვათ, ქვეშევრდომებისთვის აი ესეთი საქციელი, პირიქით, ყველანაირად ხელი შეუწყო, ყველა სასტუმროში, ყველა რესტორანში, ყველა კუპეში დაამაგრეს ფარული კამერები და დაიწყო მასობრივი ჩაწერა ადამიანების. ფაქტი გნებავთ ყობა დავითაშვილის ამბავი. ეხლაც არ მითხრათ, რომ არა, ეს თელმა ქვეყანა მიცის ეს ამბავი, ხო? კიდევ ერთი წუთი, გამაცემის მოყვანა. ეხლა მოდი გამოვიდეთ უკანონო ხო იყო, კანონიერი იყო. უკანონო იყო, ყველა უკანონო. რომელზეც ადამიანთან ერთად და ჩაუწერეს და ფულის აღება და დაუფიქსირეს და კანონიერი იყო? არ იყო კანონიერი. უკანონო იყო. დაისაჯა ვინმე? არავინ არ დასჯილა. ეხლა მოდით რახან ეს ადამიანები ჩვენი მოწინააღმდეგეები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები პირდაპირ ხელს ადებენ ბიძინა ივანიშვილს. არა, მოდი ვახო, ლაპარაკია გადატრიალებას ზოუწყობდა წინა ხელისუფლებას. ძალიან უფრო დამთავრებია რა. კი, ახლავე. რახან ეს ადამიანები პირდაპირ უპირობოდ აპრიორ ხელს ადებენ ბიძინა ივანიშვილს და სხვას არავის. მოდით აი ესე ვილაპარაკოთ, ამოვიდეთ კონან დოილის პრინციპიდან. რას აკეთებდა ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსი, როდესაც იწყებდა გამოძიებას? პირველი შეკითხვა: ვის აწყობდა ამის გაკეთება? ვის აწყობდა ეკაბესელიას კომპრომეტირება? ხელისუფლებას, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთი გამორჩეული თანამდებობის პირი და პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი იყო. მას აწყობდა ერთი წუთით, გიორგი, დამამთავრებინე, მას აწყობდა თუ არ წყობდათ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც დაეჯახა ეკაბესელია, პოლიტიკურად დაეჯახა, რა თქმა უნდა, და ის 10 კაციანი სია, ასე ვთქვათ, მოხსნა განხილვის დღის წესრიგიდან იმ მოსამართლეებისა, რომლებიც დანიშნული იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ. აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეს უნდა აწყობდეს მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და არა დღევანდელ ხელისუფლებას. გიგანასარიძე. დაასრულეთ და გიგანასარიძე. შემდეგ რეკლამის თუმცა მე ნამდვილად მეწოდება ის პატარა გოგონები, რომლებმაც ზოგმა თავისი გულუბრყვილობით მიიღო და გაავრცელა შემდეგ აღმოსაჩენია არა ის, ვინც მიიღო და გაავრცელა ეს პატარა გოგონები. არამედ უნდა დაისაჯოს ის, ვინც დაუკვეთა და ვინც შეასრულა ეს და ამის აღმოჩენა აი ვეთანხმები ხა გიორგის. არც ისე ძნელი ხა თუ საქართველოში არ არის შეუძლებელი. თუ არც ისე ძნელია. ჩვენ პარტნიორი. ამდენი ფაქტი იყო, რატომ არა გვაქვს პასუხები სრულად. მარსზე არკვევენ, თვარეზე არკვევენ. თვარეზე არკვევენ. გრუნტი, რამდენი წლისა, რამდენი 1000 წლისაა და როგორ ფირს ვერ გაარკვევენ დღევანდელ სოფლიოში, როდის არის ჩაწერილი? ეს სისულელია, ბლეფია. ამას ჭირდება პოლიტიკური ნება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რომ წერტილი დაესვას ამ საშინელ უზრუნველობას. დიდი მადლობა გიგანასარიძეს მოусმინოთ, შემდეგ რეკლამის დრო გვაქვს. დიდი მადლობა. საერთოდ არ გვანია სწორი დამოკიდებულება, რომ რაღაცნაირად გავმიჯნოთ, აი ამან გადაიღო და ამან გაავრცელა, იმან გადაიღო, ამან გაავრცელა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იქნას, უნდა გამოიძიონ, ვინ გადაიღო, ვინ გაავრცელა, ორივე დანიშნული. ხო, თავიდან ბოლომდე მიყვნენ დასაწყისიდან ამ ხელისუფლების დროს რატომღაც მიიჩნია ადამიანთა ჯგუფმა, რომ ამ ხელისუფლების დროს შანსი არ არის, არ გადაიღებდნენ. როგორ არ გადაიღებდნენ, რატო არ გადაიღებდნენ? რა შეუშლიდათ ხელს? ის აპარატურაც გაანადგურეს, რომელიც ჩვენი გადასახადებით იყიდეს წინა ხელისუფლებამ? არა, არ მგონია გაენადგურებინა და ალბათ ისევე მოიხმარენ, როგორც
შეიძლება წინა ხელისუფლების ზოგიერთი წევრი. მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს? იყო განცხადებები მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ეს შეეხო, ამ ხელისუფლების პირობებში საჯარო განცხადებები ტელევიზიის მხრიდან. კი ბატონო. რამდენჯერმე ვნახეთ, რომ აშანტაჟებდა ეს ხელისუფლება ჟურნალისტებს, სასამართლოს მოსამართლის ანაშემწეს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს? კი ბატონო, გამოსაძიებელია, ამაზე თავხვდებით, თუმცა გამოსაძიებელია თავიდან და ბოლომდე და არა აი მოდი ეს არ გამოვიძიოთ, იმიტომ რომ ჩვენიანები არიან, არ გამოვა ეს ამბავი. გამოსაძიებელია თავიდან, მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს? გახარიამ, რომელსაც ტერორისტების ჯგუფი ისე შემოეპარა ქალაქში, რომ არაფერი არ გაუგია და უცებ შუა ქალაქში შეიარაღებული ხალხი აღმოჩნდა. მაგრამ უნდა გამოიძიოს თუ მთავარმა პროკურორმა, რომელიც საკუთარ დიპლომს ეძებდა რამდენიმე დღის განმავლობაში, ხო? მე მგონია, რომ არც ერთი ეს უწყება სამდომ ბოლომდე არ არის. ზვიადი გამოიძიოს კუპა. ვანო გამოიძიოს და გამოიძიოს. ვანო ყوارჩა. რა ვქნა? ანუ მენდოთ გახარიას და პროკურორების საკითხი შეკითხვა. ფილოსოფიურიც რა ვქნა? ხო, აი რა დავაკეთე. რა პრობლემა რეალურად დამთავრდა. იმისთვის კი არა რომ ვიღაცას დავაბრალოთ და მოდი ჩვენგან პასუხისმგებლობა მოვიწყოთ. კარგი ბატონებო, რეალურად რომ დაცრულდეს. რეალურად აი ეს პრობლემა. ამისთვის რა გავაკეთე? რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ვიმსჯელოთ ამაზე. ფილოსოფიურად დაისვა საკითხი რა ვქნათ და რამდენიმე წუთში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ. დაგველოთ. ჩვენ დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ ფარული კადრების შესახებ. აი გიორგი ახვლედიანს მინდა სწორედ იმაზე დაუსვა შეკითხვა, რაზეც აი ხლა სულ რამდენიმე წამის წინ რეკლამაზე მსჯელობდით პრაქტიკულად. ეს არის გამოსავალი და ეს არის საკითხი, როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა საერთოდ. დიახ, პირველ რიგში, რაც უკვე ვთქვი, იმას გავიმეორებ, ეს არის ძალიან მკაცრი რეგულაცია კანონის თვალსაჩინით, სადამსჯელო ოპერაცია ამ თვალსაჩინით და დაისჯა ყველანაირი მსგავსი ფაქტისა, ოღონდ გაანურჩევლად მიკუთვნებილობისა და პოლიტიკური ინტერესებისა და ასე შემდეგ. უნდა იყოს ძალიან მკაცრად დასჯადი ესეთი ქმედება, ეს ერთი. და ის უნდა სრულდებოდეს და მე უნდა ხედავდე. გაავრცელა ნამდვილად ამ ადამიანმა, ან ადამიანთა ჯგუფმა, ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ არაპოლიტიკურმა ჯგუფმა ესეთი კადრები, საიდანღაც მოპოვებული. ისინი უნდა დაისაჯონ ძალიან მკაცრად. მეორეჯერ მესამე შემთხვევაში და მეოთხე შემთხვევაში მე ნაკლებად მოუნდებათ და სრული ნაკლებად გაუქრებათ. ეხლა ჯერჯერობით რის იმედადაც ვართ, ხო? და რაზეც ახლა ვსჯელობდით რეკლამის დროს არის ის, რომ საზოგადოება, ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა მადლობა ღმერთს, ადის საფეხურებით მაღლა განვითარების და სამოქალაქო აზროვნების და ცნობიერების, სახელმწიფოებრივად აზროვნების და ესეთი ფაქტები უკვე სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახდენს ზემოქმედებას ჩვენს განწყობებზე. ეხლა ეს იმოქმედებს იმ ადამიანებს ვინც ცდილობს ამითი ვიღაცა დააშანტაჟოს და თავის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ სხვა ინტერესებში გამოიყენოს. როდესაც ყველა დაინახავს, რომ ადამიანები აღარ რეაგირებთ და შესაბამისად აღარ მუშაობს, შედეგს აღარ მოიტანს ვიღაცაზე ესეთი ინტიმური სცენის კომპრომატის დადება, ეს იქნება ალბათ თავარი ასე ვთქვათ, რეალობა შეიქმნება ქვეყანაში, როდესაც ამის გაკეთებას აზრი არ მაგრამ ხომ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ინტიმურ სცენებზე, არა ეს ერთი და აი თუ გავართულებთ კიდევ საკითხს ჩვენ ჩვენ გიორგი მე სიმართლედ არ მინახავს როდესაც მაგრამ აი საზოგადოებაში გძნობ უკვე იმას რომ ეს აღარ როდესაც ერთ-ერთ ეთერში ამ საკითხზე ვშელობდით ერთ-ერთ ეთერში და ერთ-ერთი ფირის რაღაც ასე ვთქვათ მიდიოდა ასე ვთქვათ ერთ-ერთ ფირის გარშემო საუბარი, უამრავი ადამიანი გამოიკვეთა, ვის ხელშიც ამ ფირმა გაიარა. ეს არის ძალიან ადვილი სამიზნე, ფირები თუ აი ასე მოძრაობს ქვეყანაში ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის და სად არის გარანტია, რომ რაღაც პოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში გარედან არ გააკეთებს ამას ვიღაცა, სადაც მერე გარკვევა ვინ როგორ და რანაირად გააკეთა იქნება ძალიან რთული. ანუ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც არის ამასთანავე. მხოლოდ ინტიმურ სცენებს ხო არ გულისხმობთ აქ? უამრავ ეს არ არის თან მარტო საქართველოს პრობლემა, ეს უკვე უკავშირდება ისეთ ტექნოლოგიებს, თანამედროვე უახლეს ტექნოლოგიებს, რომელიც ყოველწუთიერად იხვეწება და ყოველწუთიერად რაღაც ახალ-ახალი ხელებით ჩდება ამავდროულად, ხო? ეს მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და გიგანტი სახელმწიფოების პრობლემაც არის. ამ შემთხვევაში
ჩვენ იმ დონეზე მაინც უნდა ვუზრუნველყოთ ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, აღკვეთა, რა შესაძლებლობებიც ჩვენ გვაქვს. და ამაზე არ ვსაუბრობდით მთელი 45 წუთი, რომ გვაქვს შესაძლებლობები და პოლიტიკური ნება გვჭირდება მარტო რომ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვათ, ყოველ შემთხვევაში რაც ხდება და რასაც და რატომ არ არის ეს პოლიტიკური ნება, მაშინ ამაზეც გექნებათ პასუხი. ხო, პოლიტიკური ნება რატომ არ არის, ეს პირდაპირ ჩვენთან ან რომელიმე ჩვენთან კითხვა არ არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე აქ ისევ და ისევ პოლიტიკურ ინტერესს უყურებ. პოლიტიკურ ინტერესს უყურებ, რომელსაც ქვია ქართული ოცნების მხრიდან, რომ მას პოლიტიკურ არეალში ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ყველა დანარჩენი უნდა გაიკრიფოს და გაქრეს. და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ ხდება შეთანხმებით და გარკვეულწილად წინასწარი დაგეგმარებით. კი ბატონო, გიგანას არის მიდა ქართულოცნების ოპოზიცია. თქვენ მარტო ნაციონალიზმი ჭირდება. რა უნდა არა, მე ორივე თქვენგანის ოპოზიცია ვარ. რა უნდა გავაკეთოთ? ამ შემთხვევაში ორივე თქვენგანის ოპოზიცია ვარ. ნაციონალური მოძრაობის როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური უკაცრავად, გიორგი. და ქართული ოცნების ხელისუფლება. ძალიან გთხოვთ ლაპარაკობს ადრე. ნაციონალური მოძრაობის ბატონო გიორგი აკეთებულზე საუბარი არ ნიშნავს ქართული ოცნების გაправებას. ეს თქვენ გინდა ეს წარმოაჩინოთ. ნაციონალურ მოძრაობამ რაც გააფუჭა იმაზე თუ ილაპარაკეთ, ბატონო რა იყო რო იღებდნენ. არ არის ეგ. მე ფიქრობ რომ ეს ძალიან კარგად ის საზოგადოება და არა ის დიდი მადლობა. გასაგებია, გვაქვს დრო კამათისთვისაც მათ შორის. ახლა მოусმინოთ უბრალოდ ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს. კი ბატონო, სამწუხაროდ ესეთი მზა რეცეპტი მე პირადად არ მაქვს. შეიძლება სადღაც რაღაც წრეებში არსებობს ეს. არც ის უშველის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ესეც სამწუხაროდ თქვას, რომ რა მოხდა მე გავცელდა და არ არის პრობლემა და არც იმან უშველა, რომ ტელევიზიის შეფმა თქვა, რომ რაც გინათ ის ათვირთეთ, როცა აშანტაჟებდნენ, მაგრამ არც ამან არ უშველა ამ ამბავს და შემდეგ კიდე ვიღაცას ეგერ აუტვირთეს, ხო, სხვა პოლიტიკოს ქალბატონს. ასე რომ, ასე მზა რეცეპტი სკავს ერთადერთი რამ, რომ ეს გამოძიებული იქნას ფესვებიდან და კენწერომდე ავიდეს რა და ჩამოშორდეს ამ საკითხს პოლიტიკური გარსი. და დარჩეს მხოლოდ კრიმინალური შემადგენლობა. აი ამ შემთხვევაში შეიძლება თუ ყველა დაისაჯა სათანადოდ, ვინც ამაში ისინი კი არა შემთხვევით რა. თუ აქვს პოლიტიკური შინაარსი და პოლიტიკური წყარო თუ აქვს ამას ყველაფერს, მაშინ როგორ ჩამოვაშოროთ? არა, პოლიტიკური ჩამოვაშოროთ, მე იმას გულისხმობ, რომ პოლიციამ თუ პროკურატურამ არ მიიღოს პოლიტიკურად გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში. ამას გულისხმობ და მიიღოს გადაწყვეტილება ისე როგორც ჩვეულებრივი რიგით კრიმინალისად. ისინი კი არ უნდა დაიჭირონ, ვინცაც შემთხვევით მიუვიდა მესენჯერში თუ მიზანმიმართულად გაუგზავნეს და არ წააშალა და შენახვას ედავებიან და ასე შემდეგ. ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ამ დანაშაულს შადიოდნენ, იღებდნენ თუ ავრცელებდნენ. აი ეს ხალხი უნდა დაისაჯოს, კარგად უნდა იქნეს გამოძიებული, ისე რომ არავის კითხვა არ გაუჩნდეს ამ ქვეყანაში. გამოძიებულია საქმე თუ არ არის გამოძიებული. ეს მგონია ერთ-ერთ გზად, რომ ამ პრობლემას რაღაცნაირად ეშველოს. სხვა მხრივ ეს მართლა ყოველთვის გაგრძელდება რა. ეს არ დაიჯდა, ის არ დაისაჯა, მოდი მოც გამოვიყენებ რა პრობლემაა. წინა ხელისუფლება თუ აშანტაჟებდა, მე რატო ვერ დავაშანტაჟებ? შემდეგი ხელისუფლება იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ხელისუფლება იქნება და ვისი არჩეული? თუ ამ გზას გაყვება, ის აუცილებლად ჩაითრევს რაღაც მორევში. და ეს მორევი ძალიან ცუდად უმთავრდება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის პრობლემა, თორე ხელისუფლებას როგორ დაუმთავრდება ამ შემთხვევაში არ მანაგვია. კარგი, დიდი მადლობა ბატონ ლადო. აქ ლაპარაკი იყო პოლიტიკურ ნებაზე. აი ჩვენ რა მოქალაქეებს რა გვაძლევს გარანტიას, რომ იგივე არ ხდება დღეს და სადღაც 5 წლის შემდეგ არ გავიგებთ, რომ თურმე აი 2019 წელს, 2018 წელს და ასე ქვევით თუ ჩავყვებით, იგივე ხდებოდა თურმე. აი რა გვა ინსტიტუციურად ისე არის ყველაფერი გამართული, რომ ეს ვერ გაკეთდება. პოლიტიკური ნება ისეთი მყარია, რომ ამას ვერავინ გაბედავს. აი სად არის ამისი გარანტია, რომ დღესაც იგივე არ ხდება? გარანტია ბუნებრივია არ არსებობს, თუმცა თქვენ იცით, რომ მოსმენების შესახებ ახალი კანონი იქნა მიღებული, რომელიც ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში არის გასაჩივრებული. იცით, რომ სრულიად შეიცვალა, ასე ვთქვათ, წესი ამ მოსმენების და რამოდენიმე გასაღები არსებობს, რომ სუსმა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად ეს მოსმენები ვერ განახორციელოს. ასევე დავეთანხმები ბუნებრივია, რომ აპარატურას არავინ თაროზე არ შემოდებდა და ბევრი გახმაურებული კორუფციული ფაქტები ჩავნახეთ, როცა ვიდეო ჩანაწერები არსებობდა და აუდიო ჩანაწერები, ხო, კონკრეტული ჩინოვნიკების თუ სხვა ადამიანების დანაშაულის, ხო? აქედან გამომდინარე, კიდევ მეორე, მხოლოდ კანონმდებლობა შეიძლება იყოს გარანტია და ჩვენ ვიყოთ გარანტორები საზოგადოებრივი ამას არიცით, რომ ასეთი ტიპის სიბინძურეზე მქონე ჯანსაღი რეაქცია, რომ სხვისი პირადი ცხოვრება არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული საჯარო ფიგურის, ეს ჟურნალისტი იქნება პოლიტიკოსი სხვა, მისი კონკრეტული საქმიანობა, მისი კონკრეტული ბიოგრაფია და მისი კონკრეტული გეგმები. ეხლა გიგა მახსენა იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული საკითხი. ხო, ნიკა თქვა, რომ მე დამემუქრე რაღაცას გადამიღეს და იმას გამივრცელებდნენ, მე არაფრის არ მეშინია და აღმოჩნდა, რომ იმის გამო რომ არ ეშინია და უშიშარია გვარამია, ეს კადრები არ გავრცელდა.
ხო? მარტივად. ანუ ვიღაცას ეგონა რომ შეეშინებოდა და აღმოჩნდა რომ არ შეეშინდა. კი ბატონო, ეგეც დავიჯეროთ, ეგეც ვერსია და კარგია, იმიტომ რომ დარწმუნდა ვიღაცა, რომ ამის გაკეთებას სიკეთე მისთვის არ მოიტანდა, ხო? პირიქით ნიკას გააძლიერებდა ტელევიზიასაც, ხო? იგივე ამ ვიღაცამ რატო არ ჩათვალა საჭირო, ხო? რო არ გვჯეროს ეს კიდე ცალკე ამბავია. ნუნა და მე ამაზეც ვისჯოლოთ, მაგრამ ვის ჭირდებოდა დღეს ბესელიაზე ასეთი რამის გავრცელება? ჩვენ რაზე ვერ ვთანხმდებით? ვერ ვთანხმდებით თავარზე, რომ ეს გადაღებები 12 წლამდე ხდებოდა, თუ ხდებოდა ახლაც. მე მაძლევს კანონის ის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ, რომელიც კიდევ მეორე მაინც გასაჩივრებული არის ჩემი კოლეგების მიერ, ხო, იგივე მოსმენებზე მიყურადებას და შემდეგ გარანტიას იმისას და ფაქტები არ ყოფილა დღეს ვინმეს ეთქვას, რომ ეს ფაქტი არის 12 წლის მერე გადაღებული. თავად ადამიანი ამბობს, რომ მან იცის ამ ჩანაწერის შესახებ, იმიტომ რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში დევს, რომელიც არის სასამართლოში. ანუ რას ვარკვევ, რომ ამ ერთ წამით, აი ფუნდამენტურად რას ვარკვევ, რომ 2012 აქეთ არ ხდებოდა გადაღება არის პრობლემა. ერთი არის სისტემურად ხდება თუ არა ამის გადაღება, იმიტომ რომ ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, თქვენ ახსენეთ თავად, იყვნენ სხვებიც, რომელთაც თქვეს, რომ გახდნენ ამ ყველაფრის მსხვერპლი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი. ასევე შეგიძლიათ ისიც ვი რომელ კადრებზე იყო ლაპარაკი? ან წარმოგიდგენიათ, რომ კადრებზე იყო ლაპარაკი? ხო, იგივე ჟურნალისტებზე თქვენ კოლეგაზე არ ყოფილა ამ პერიოდზეც საუბარი. დიახ, ამ პერიოდის თქვა, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდზე ლაპარაკობდა. რომ გამოგიქვეყნებთო და ჭკვიანად იყავიო და არა გადაგიგეთო. რომ გადაღებულიაო მასალაო და წარმოგიდგენიათ ადამიანი ასეთ რამეს თავის თავზე არ მოიგონებს, ხვდებით? ანუ ეს დიდი ალბათობით სარწმუნოა, შესაძლოა ვიღაცისთვის, შესაძლოა ვიღაცისთვის არა, ამაზე ნუ ვიდავებთ, მაგრამ იყო საჯარო განცხადებები, რომ გადამიღესო ამბობდა ადამიანი. ამ ხელისუფლების პირობებშიც. სწორედ ამიტომ ვიკითხე, გარანტია არ არსებობს. გარანტია ბუნებრივი არ არსებობს, რა თქმა უნდა. ძალიან სერიოზული გარანტია შეიძლება იყოს კიდევ მეორე ერთ-ერთ საზოგადოების პოზიცია, რომ ჩემისთვის საჯარო ფიგურა ნებისმიერ ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსი, მისი პირადი ცხოვრება არის მისი პირადი ცხოვრება, მაგრამ მისი საჯარო განცხადება, მისი ქცევა, მისი დამოკიდებულება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ან ოპონენტი ვარ, ან მხარდამჭერი ვარ, ან მეთახვები არ ამიტომ. მაგრამ ნუ დაგვეწყება კონტექსტი. მე მესმის რომ რა თქმა უნდა ძალიან ადვილია თქვა რომ ივანიშვილმა დაავალა, მერე გამოიძია, მერე 17 კაცი დაიჭირა, ამ 17 კაციდან ნახევარი გირჩის წევრია, ნახევარი ნაციონალური მოძრაობის და ასე შემდეგ, ხო? ბუნებრივია ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ამის გავრცელება, დისკრედიტაცია ვიღაც, ხო? ოცნების წევრი არავინ არ დაუკავებიათ იქ. ჯერ ყოველ შემთხვევაში, თუმცა გამოძიება გრძელდება, ხო? ადვოკატსა აქ იმ პირზე წტომა, ხო? აქ ითქვა რომ შეიძლება გამოიყენო გერიუსტებ ბრძანდები და თქვენ უფრო იცით. თავარი არის რა, რომ ჩემი აზრით, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს ბოლომდე. დავადგინოთ ის კი არა ვინ ატვირთ, ეს უკვე დადგენილია. იმ ადამიანს ხელში როგორ მოხდა ეს ფიქრი? როგორ არის ბატონო დადგენილი? პატიმრობა მიესაჯა ადამიანს ზვიად იმის გამო სასამართლო. 17 ადამიანს. არა, 17 არ მიესაჯა, ერთი არის ლაპარაკი 16. ეს ვიტანილია და პატიმრობა იზადოა სასამართლომ. აბა რა გავაკეთე? სეიფში ხო და გამოიტანა და ატვირთა? თუ როგორ არის? ხო და ეგ ავარკვევთ მაგას არ მეუბნები. აკასია, კონკრეტული ადამიანი დაკავებული რომელიც ატვირდა YouTube-ზე. სეიფიდან გამოიღო თუ ვინმე გამოუგზავნა სხვა ქვეყნიდან. ამას გაარკვევს გამოძიება. ხო და გამოძიება ეს მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ადამიანმა თავისი თასის მოტივაცია ჰქონდა და თუ თავისი მოტივაცია რა არის? ჩვენ თუ ვაბრალებთ რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი, შენც მეც ყველა ხელისუფლება ნახევარ საქართველოს კარგად გამოჩნდა ამითი, რომ ვინმეს გონია რომ გადაღება კიდე არის. პირველმა ვინც ეხლა მოდი ანატოლია გადაუგზავნა. ეგრე არის. გავიხსენოთ თანმიმდევრობა ქრონოლოგია რა. ჯერ გამოვიდა დეპუტატი და თქვა მე ჩემმა ოჯახის წევრმა ჩამიგდო არა ჩამიგდო არა ხე კიდე გიგინადეს როგორ დააჭერეს რა თქვა რომ ჩემი ოჯახის წევრმა ნახაო გამომიგზავნა მეორე დღეს გამომიგზავნა და დაავრცელა ნახეო რომ იქ იყო ნუ ჩემი თანაგუნდელის ჩემი თანახო არა მივიდა პროკურორში და შენება მიცეს დეპუტატი გაუცელებელი რომელიც პირდაპირ ღია Facebook-ზე მოითხოვა აღნიშნული ლინკი რომ ჩამიგდეთო მე ვიღაცამ ჩაუგდო და ესეც იმან დაადასტურა არც ის არ არის დაკავებული და არც რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ კანონმდებლობა კარგად ის ჩამიგდო ნებისმიერი ფაილი რას იზამს არა მაგრამ პირადი ცხოვრებაა თუ გონვარი გადაგებული დავრეკავ 12-ზე მარტივად არა ბატონო მადლობთ მე მაგის არ უნდა გამიხარდა გამიხარდა და ყველა გამოგიგზავნა სამართალდამცველებში საიდან უნდა მივხვდეთ პირადი ცხოვრების და გავრცელება უნდა უყურო მივიდნენ კარგი ვუყურეთ ექსპერტები მე არ ეკვა 12
დადგმულია მე ვინდა იმ დეპუტატის რო გავრცელა ანუ ყველა ლინკზე რასაც გამომიგზავნია რა ჩვენ დავდავრეთ თუ ნახავს საერთოდ მე იმას ოღონდ ჯერ ქალბატონი ნონა კარგი დავტანებთ ხა ადამიანებს მადლობთ ბატონებო ქალბატონი ნონა გისმენთ მე ასეთი შთაბეჭდილება მექნება რომ წინასწარ სულ რაღაც რამდენიმე დღეა რაც გამოძიება დაწყებული და რაღაცა დასკვნებს ვაკეთებთ. მოდი დავაცადოთ ამ გამოძიებას რომ იქნება და დავაცადეთ 4 წელია რა დასკვნები დამაცადე ზუსტად მანდატს მივდივარ. ანუ ზვიად შენ მაინც ვერ გახდები მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და დანები ამ გახარიას ვილაპარაკოთ. მაგას აი თემაზე ისაუბრეთ რა. ხო, მე მინდა ერთი რამე თქვა, ხო, ეგ უნდა რა, ნუ გახარიას ეჯიბრება. რა უნდა იცოდეს. გალსია, არა, ნუ გახარეს საერთოდ არ უნდა იყოს მინისტრად. მე მინდა თქვა უბრალოდ ერთი რამე, რომ ახალი დაწყებულია გამოძიება. თუ ეს გამოძიებაც არ მივა იქამდე, ვის ინტერესში იყო ამ ფირის გავრცელება, მაშინ ჩავთვალოთ, რომ გამოძიებას აზრი არ ქონდა. იმიტომ რომ ძალიან ლეგიტიმურია, ეხლა რასაც გეუბნებათ ეს ფლანგი ამ ნაწილში, რომ აბსოლუტურად თუ წინა ყველა შემთხვევაზე ამას ეუბნებოდნენ ადამიანებს და აგერ პირდაპირ ემუქრებოდნენ ჟურნალისტებს ინტერნეტში რომ აი თქვენზე არის ფირები და ავტორთა სად არის გამოძიების პასუხი ვინ გააკეთა ეს ამბავი მე ამ კონკრეტულზე ვამბობ და ის ნამდვილად დაუმთავრებელია ალბათ დაიწყო ის გამოძიებები და შემოდებულია თაროზე მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და ძალიან ცუდია ესე რომა ამ გამოძიებას რაც ეხება მე ვფიქრობ რომ საზოგადოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცევა საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია ამ ყველაფრის აღმოფხვრა და ამაზე უნდა ვთქვათ არა და კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ რომ გამოძიება მივიდეს შედეგამდე იმიტომ რომ მე მრჩება შთაბეჭდილება რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი დავაცადოთ გამოძიებას მოვითხოვოთ გამოძიების შემდეგ გავიწყდება და ხდება მე იგი არა არაფერი არ მავიწყება პირადად მე მექნება პროტესტი 10-მდე შემთხვევა იყო როცა ამ ხელისუფლების პირობებში გავცემდა სხვისი პირადი ცხოვრების მე მაგათაც მაინტერესებს ეს ხელისუფლება რატომ არ მიდის ბოლომდე რომ მიყვანოს გამოძიება ის ადამიანები მიყვანილ და რატო გგონია რომ ეხა ბესელიას ვინც გაუბრწევა იმის ორგანიზატორს დააკავებდა მასალაზე გამოძიება დამთავრდა და პასუხისგებაში მიეცნენ ამ ადამიანები იგივე ლილუაშვილი ხომ მიეცა რა ჟურნალისტებს რომ დაემუქრენ მე ჟურნალისტები რომ გამოვიდნენ და პირდაპირ ეთერში თქვეს ის რაც მოხდა დაიჭირეს ვინმე ამის შესახებ როგორ რაც არ გინდათ ის არის რაც გინდათ ის გაწევა ჩვენივრად ძალიან უცნაური თავარი თემიდან. ძალიან უცნაური ლაპარაკობთ ახლა იმაზე რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაცნაირად ადვოკატები ამ ხელისუფლებამ რაღაცა თქვეს რატო არ დაიწყო ინვესტორ გადადგა თემაზე არ ვსაუბრობ. თავარი მესიჯი რა. იმიტომ თავარი თემა ძალიან რთულია მათთვის რა. ერთი თავარი თავარი თემა რომ წლების განმავლობაში დააგროვეს ტონობით ჩანაწერი. ამაზე პასუხი არავის არ უგია მათგან. მაგ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან პირველი მიკროფონის გარეშე არის ერთი წამი ლადო პარლამენტის თავმჯდომარე მაგას წერდა ძირითადად სუსი კუდი და კიდე რაღაცა უბედურებები რაც ჰქონდათ იქ სუსი და კუდი აკეთებდა პარლამენტის თავმჯდომარე არ წერდა მაგას ან პარლამენტის თავმჯდომარე აძლევდა დავალებას ყველამ კარგად მაშინის ხელისუფლება იყო ძალიან კარგად და კარგად თქვენ ძალიან კარგად რო გაიქცა პუტინთან ჩავიდა კრემლში აკლონია გორაზე იყო არავინ არც არ გაქცეულა ხელისუფლება იქცეოდა ცუდად არავინ თქვენ რო თავის სხვა ქონოდა და მოლაპარაკებები გეტარებინა საქართველოს 2% არ დაკარგავდით კიდე არ დაკარგავდით ადვოკატები თქვენ რო გელაპარაკათ იგივე იმ პუტინთან დიალოგის რეჟიმში ყოფილიყავით და მუშტები არ გებრახუნათ და არ დაკარგავთ ტერიტორიის 20% აი არული ჩანაწერების ტერიტორიების და ქვეყანა დღეს არის ჩანაწერების ტერიტორიების დაბრუნება ბატონებო ვადროვოთ ერთმანეთს ვადროვოთ წინა ხელისუფლებას როსაუბრობთ ისე ქალბატონს მოგცემ სიტყვას მოგცემ ქალბატონო მოგცემ სიტყვას ახლა კი ბატონო წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე რომ საუბრობთ და აბრალებთ 1000 საზიზღრობას უკაცრავად 1000 საზიზღრობას იქვე ახსენეთ ქალბატონი ნინო ბურჯანა არავითარ იქვე ახსენეთ იქვე ახსენეთ ნინო ბურჯანა რაზეც არის ქალბატონი ნინო ბურჯანა იმიტომ რომ თურმე თქვენ რას ამბობთ იმ 2008 წლამდე ბურჯანაძე რომ იყო რაზეც არის
პასუხისგებელი არასოდეს არ ექცეულა არასოდეს არ ექცეულა მას პასუხისგებელი ხანაწერების დაკავშირი აქვს თქვენი ძალოვანები აკეთებენ რაშვაშიანი დაკავშირი აქვს გევანდელ განსახილულ თემას რაკავშირი აქვს ნინო ბურჯანაძეს და რაკავშირი აქვს ეს ხო არავით არ იტო მაგას გეუბნები გიორგის ბრალდებებს ვახო მთელი არსი არა მესმის მაგრამ თავარი თემიდან გადავწიოთ ვექტორი პარლამენტის პასუხისგებლობაზე არ ვისაუბროთ მას ჩაიდრა რაკავშირშია პარლამენტის თავმჯდომარე იმასთან ამახსნევინოთ და სპეცსამსახურები ამას აკეთებენ თავარი ამბავი თუ შეიძლება ერთ დამამთავრებინე მე ვსაუბრობდი და დამამთავრებინე რა ელემენტარულად ძალიან უზდები ხარ კარგი, კორექტულად არ ვეჭხუბოთ ერთმანეთს, არ ვეჭხუბოთ. მე ვამბობ ძალიან მარტივად. აუცილებლად უნდა დადგინდეს რისთვის შეიქმნა ის ჩანაწერები და აუცილებლად უნდა დადგინდეს რისთვის ვრცელდება ეს ჩანაწერები. რისთვის შეიქმნა, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ? ვრცელდება. მე ვფიქრობ წინა ხელისუფლება ორი პრობლემა აქვს. ან იყო პათოლოგებთან ჰქონდათ საქმე და ამიტომ შეიქმნა ეს ყველაფერი, ან კიდე ასე იმართებოდა ქვეყანა აი ამ ჩანაწერებით. სხვას ვერაფერს რეალურს მე ვერ ვხედავ ამაში და თქვენ ძალიან სწორი შენიშვნა გააკეთეთ, ეს შეიძლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მომავალში მართლაც გამოიყენონ. ამიტომ კატეგორიულად უნდა მოვიტყოთ ამ ხელისუფლებისგან, რატოა ესეთი მოდუნებული, რატო არ მიყავს ბოლომდე გამოძიებები და რატომ ხდება ის, რაც ხდება, რომ კიდევ ამ გონორით არ გველაპარაკებთ. და სად არის ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს? თუნდაც ოპერატიულ დონეზე ასრულებდა ან სხვა დონეზე. ძალიან მარტივად ტექნოლოგიები არსებობს, ისეთი რომ ვინც წვირთავს ამას, ვინც ავრცელებს ამას და ასე შემდეგ ამ სოციალურ ქსელში, ვინც იმაშება, იმის დადგენას დიდი პრობლემა არ არის. მონაწილეობდა ამ კადრების გადაღებაში. ვინც იყო დამკვეთი, აუცილებელია ძირფესიანად ამის გამოძიება უნდა მოხდეს. ჩანაწერის მომზადების დამკვეთი. აი რა არის ახლა არალოგიკური და უსამართლო იმაში, რაც ქალბატონმა ნონამ თქვა, რომ ყველა ამ შეკითხვას კონკრეტულად რატო გინდათ რომ დავამთავროთ? კი ბატონო, კიდე არა, აღარ კიდევ ერთხელ წმუნდები იმაში, რომ მოტივი რისთვისაც ამ ადამიანებს უღებდნენ, არ არის ის, რომ მათი პირადი ცხოვრება ვინმე საინტერესებს და აქ უფრო მეტი, აი ხო არ თანამშრომლობდნენ ისინი ჩვენი მტერი სახელმწიფოს წარმომადგენლები. იმიტომ რომ ქალბატონ ეკას კავშირი ქონდა ირაკლი ოქრუაშვილთან, ხო? მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველ შემთხვევაში ესეთი გავცელდა რაღაცა დოკუმენტები, რაღაცა მასალები, რომ ის თანამშრომლობდა რუსეთის სპეციალურად. ეკას პირადი ცხოვრება რატო უნდა გაინტერესებდეს? აი ან რა უნდა გააკეთო ვინმეს პირადი ცხოვრების შეკითხვა. ეხლა ხო არა აქ ეს აპარატურა ისეთ ხალხს ხელში ვისაც აქვს შეკითხვა მაქვს და მიპასუხეთ. ესე იგი, თუ კი არსებობს რაიმე ეჭვი ვინმეს მიმართ, რომ ის შეიძლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ვინმესთან როგორ უნდა გამოავლინო? ამ კონკრეტულ შემთხვევას კი არ გულისხმობ, აი ჰიპოთეტურად ვამბობ ახლა, ხო? ხო. სად არის სასამართლო ნებართვა, რომ სახელმწიფო გამოძიებას აწარმოებს ამ მიმართულებით? ეგ მოიძიონ იქნება არის. სად მოიძიონ? სად ჩაატარონ გამოძიება იქნება არსებობს. ჩემთვის ყველაზე მძიმე ეგ არის. კომისიის წევრები ეკაპესელიას თუ ხოდა თქვენ ყოფილ მინისტრებს კითხეთ და წარმოგვიდგინეთ ეს სასამართლო დადგენილები და დავასრულეთ. თქვენ ყოფილ მოსამართლეებს მინისტრებს ივანიშვილი ყოფილ მოსამართლეებს ჩემი ყოფილი მოსამართლეებია. მე ნაციონალ მოძრაობა გონი ვარ თქვენ? აბა ვინ ახლა? არა მე გონი ვარ ნაციონალური მოძრაობა. არა ვარ ნაციონალური მოძრაობა, როგორ თქვენ არა ხართ. რამე მსგავსი. ვახტანგ, რამე მსგავსი. ერთი დოკუმენტი რო არსებობდეს დედამიწის ზურგზე, ოფიციალური სასამართლოს მიერ გაცხრით ლოგიკა. რატო უნდა გადაგიღოთ მე თქვენ პირადი ცხოვრების კადრები? დოკუმენტი რო არსებობდეს ერთადერთი მოტივი მე მექნება თქვენ ხوار თანამშრომლობ რუსეთის სპეცსამსახურებთან და მე რო ეს ჩავატარო 100%-იანი დანებაში ამ დავარჯიშო იმაში რომ თქვენ არ ყოფილ რუსეთის სპეცსამსახურები არც ერთი გადაწყვეტილება არ არის 2012 ერთი გადაწყვეტილება სასამართლო არ ყოფილა რომ სამთავრობო თემა რა პროტესტული პარლამენტი აი ესა თითოეულ თქვენგანს აინტერესებს რომ თქვენი აზრი მაყურებელმა გაიგოს აი როდესაც ერთდროულად საუბრობთ არანაირი აზრი არ ისმის იმიტომ
იმიტომ რომ უბრალოდ აკვირდებია ხოლმე და ვერ გაარჩევს აყურებელი რას ლაპარაკობს. ვადრობოთ ერთმანეთს. ახლა არის ბატონი სოსო შატბერაშვილის დრო. მოვუსმინოთ ეს მაინც გამაგებინეთ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ერთი წამი კაცი ჩაუდეს აბა ხარ რა კაცი ჩაუდეს განო დაანებეთ ადამიანებს გადაუღეს ცხოვრება აი ვინ ვიც იყო რაც იყო ძალიან ვისაუბრო გაერთი იყო ერთი წამი რო გაერთი თანამშრომლობდა თუ არა სხვანაირად როგორ უნდა საკუთარ უნდა ვიხვიდე და უნდა კითხო მე რო თქვენთან მოვიდე ხა კითხო არა ოპერატიული არა ოპერატიული ინფორმაცია უნდა კონკრეტულ კონკრეტულ დანაშაულს გაგდა მიიღოს სასამართლო გვანახებენ და ბახსნევინებთ ახლა თქვენ აი რა მოგივიდა პატარა ბავშვები ხوارა ვართ ახლა არა იმე ეგუფროა ვიდრე ის წინა ხელისუფლება თუ ერთი წამი წესი არის ასეთი წინა ხელისუფლება თუ იკვლევდა ამ მიმართულებით და ამიტომ იღებდა ამას სადა რატო არ გითხრა პასუხი რომ თანამშრომლობს ან არ თანამშრომლობს ვინმე რომელიმე სპეცსამსახურთან და თუ არ გითხრა ეს მასალა რატო არ გაანადგურა და ეს მასალა რატო არ გაანადგურა რაზე ინახავდა გავიდა როგორ ხალხატონი ვინობურჯამაძე როგორ ლაპარაკებოდა მისთვის ოდნავ შემოყავდა რუს სპეცსამსახურები გამაცადეთ რა რუს სამსახური შემოყავდა რაღაცა მაგ ჯეზეთი აუთენტურობაც კი არ დაგიდგენიათ მაგფირის ერთი ეს აუთენტურობა არ დაგიდგენიათ დაადგინეთ ამ აუთენტურობა რა თქვენ დაადგინეთ კითხვის ადამიანები შემდგა გადაგებულიო ვერ გავიგეთ თქვენ თუ გინდათ დაიბრუნოთ და დაუბრუნოთ ხალხების აუთენტურობა რამის აუთენტურობა შემზია გადაგებულიო ქვენი აუთენტურობა დაასადგინეთ ქვეყანაში რას წარმოადგენდა რა აუთენტურობაც კი ვერ დაადგინეთ ხალხო სადამდე უნდა ჩაიხვიოთ ეს თემა ნაციონალური მოძრაობის სადამდე უნდა ჩაიხვიოთ არის ამ ქვეყანაში და ხო და თქვენ კიდევ მაგაშია გადაიტანოთ სხვაგან ხო და ვერ აუთენტურობა დაადგინეთ ქვეყანაში არის ვერ დაადგინეთ კარგი დიდი მადლობა ბატონო და მაგიტომ ვარცარაფერში არ გამოგადგა დიდი მადლობა ვინმეს გრუს წესნაზე რომ შემოყავდეს დიდი ხანია მაგ მოგვარებული თემა იქნებოდა უძალოვანი სექტორების დონეზე გაბრებს მორჩი ძალიან ხო ბატონებო გმადლობ ბატონო ამ პრობლემის 1000 ფაილი დააგროვეთ და იმის მაგივად რომ მაგაზე პასუხი აგეოთ ლაპარაკობთ იმაზე რომ არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება არ ყოფილა და არც ერთი აუთენტურობა არ დაგიდგინეთ და იმ თემებზე გინდათ დიდი მადლობა ბატონ სოსოს უსმენ ხო ერთი წუთი ერთი წუთია მე არ მითხოვ ეხლა თქვენ ნაციონალი ხარდმეთი უბრალოდ იცავთ მის პოზიციას პატივებცეთ ერთმანეთს და არ ვიცი თქვენ ნაციონალი ხარდმთუ გაიგვა ეს საკითხი გეუბნებით რომ არ არის ბატონ გელაშვილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დიდი არგუმენტები გაქვთ რა მაგ საკითხებში დიდი მადლობა ეჭვიც არ შეგეპაროთ მადლობა ერთი ეხლა მე შეიძლება მე რაღაც რა ბატონებო თუ გინდათ გადავფარავთ ეხლა შემიძლია ეგეც გადაფარეთ ბატონო სოსო აქ რამოდენიმეჯერ ახსენეს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ეხლა მე მის დაცვას კი არ ვიწყებ აქ მაგრამ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ პარლამენტის თავმჯდომარე კი იყო მაგრამ თქვენი ბელადი მიხელ სააკაშვილი გამოდის ნიკა გვარამიას გადაცემაში და ამბობს ჩვენ ნინო ბურჯანაძეს არც ველაპარაკებოდითო არც ვესალმებოდითო და მის აზრს საერთოდ არ ვითვალისწინებდითო და თქვენ გინდათ ეხლა დააბრალოთ ნინო ბურჯანაძეს რომ ის აძლევდა თურმე და ის იყო ჩარეული თურმე პირადი კადრების გადაღებაში ნუ ეხლა ყველაფერს ხო საზღვარი აქვს რა ყველაფერს ხო საზღვარი აქვს ეხლა დაუბრუნდეთ საქმეს ეს პრობლემა ვერასოდეს ვერ გადაწყდება აი მე ვეთანხმები ვახოს 20 წლის მერეც შემოვალთ სტუდიაში და ისევ დავიწყებთ რომ აი ეს ჩაწერეს და ის ჩაწერეს ერთადერთი და სხვათა შორის აქ ითქვა აი ეხლა ლადოსაც ვეთანხმები რომ საზოგადოების შეგნება უნდა გაიზარდოს იმდენად რომ ყველანაირი ინტერესი უნდა დაიკარგოს მაგრამ მარტო შეგნების გაზრდას ჩვენ ვერ დაველოდებით კანონმა უნდა თქვას თავისი სიტყვა უნდა აღიკვეთოს ძირშივე პოლიტიკური ნება უნდა გამოავლინოს ამ ხელისუფლებამ და ძველი ჩანაწერებიც და თუ ეხლანდელი ჩანაწერის არსებობს აბსოლუტურად ყველა უნდა დაისაჯოს ეს არის ერთადერთი გზა ჩემის აზრით ერთადერთი გზა რომ მომავალში ეს არ განმეორდეს თუ მომავალში წავა ეს ხელისუფლება მოვა სხვა ხელისუფლება არ უნდა იყოს ხანდაზმულობა. აი ამ საკითხთან დაკავშირებით ხანდაზმულობა არ უნდა იყოს. რამდენი წლის წინადელიც არ უნდა იყოს ჩანაწერი, უნდა იქნას გამოძიებული, თუ აქაური ექსპერტიზა ვერ დაადგეს, უცხოური ექსპერტიზა ან მოიწვიოთ, ან გადავაგზავნოთ და
აი ამ სამარცხვინო საქციელს საქართველოში უნდა მოუღოთ ბოლო. დადგინდეს იმ ფაქტების გამოძიებით ეგ აწუხებს ხელისუფლებას. ის ნაციონალურ მოძრაობას კითხეთ რა ებია კიდე დანარჩენი და გეტყვიანი. მე გვითხარებ კიდე რა შეიძლება დაგმახნას მომეწონს. არა, გააქვთ ახლა სავალდება. რა შეეხება იმ თემას და გითხეთ. რა შეეხება იმას რომ აი მოდე დავასრულოთ იმაზე საუბარი დღეს ვინმე წერს თუ არ წერს ამ თემას. თუ გაირკვევა და ვნახავთ ან ტელევიზიით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით რომ ვიღაცა მართლა ჩაწერა და დასაჯელია ყველას 100-დან 100%-ით გვეცოდინება უკვე რომ დღეს ვიღაცა წერს მარტო ის რომ ვიღაცა ჟურნალისტი ძალიან პატივსაცემი თუნდაც ამბობს რომ მე ეს მითხრეს ეს ვერ გახდება 100%-იანი იმის ტკიცება რომ ნამდვილად არის კარგი ზუია შემდეგ გიორგი ის რომ ის ხელისუფლება ამას აკეთებდა ერთ-ერთი მილიონჯი არა როგორ ვისველა თქვენ იცით რომ შპიონები არიან და საკუთარი მე ვიძახი რომ გამოიძიონ მე ვიძახი რომ გამოიძიონ და ვიცი რომ კიდე კადრები იყო ჩანაწერები როცა კონკრეტული გუნდი რაღაცა ოპოზიციური გუნდი გეგმავდა რაღა ვიღაცების შემოყვანას ჩვენი ტერი ხელისუფლების სპეცსამსახურების შემოყვანას და ისინი თანამშრომლობენ და აბია პუტინთან დაფრინავენ მიდია რა წერელაპარაკებია ვიცი დეგაბა წვანიზე და კარტოფილზე ბატონებო დეგამბავი წვანიზე და კარტოფილზე ლაპარაკობენ უღა გავქვან წვანილზე და კარტოფილზე და ბაზარზე არა თქვენ გაფუჭებულის გაკეთებაზე ვლაპარაკობთ ჩემი გაფუჭებულის გაკეთებული დიახ თქვენ ნაციონალური მოძრაობის აი არის რომელი ნაციონალური ისტორია იმათ მოგვართავთ არეწინოს ამ ნაციონალური ნაციონალური და ეხლა რომ ვატბევენ და ნაციონალების გაფუჭებული რუსეთის თემაზე ცალკე მოგიწევ თქვენ და გიორგი საკარგული ტერიტორიების დაბრუნება საჭიროა თუ არ გვექნება აი არაფერდება ეგ ტერიტორიები დაკალობით ეგამბავი გადაიწია წლებით ნაციონალური არნიშნავს იმას რომ შემდეგ ლადო კარგი თქვენ რომ მოგცეთ საშუალება ბოლომდე დაკარგავთ ამ ქვეყანას თქვენი ავანტიურისტული გუნდების გამო ზვიად კუპრავა შემდეგ გიორგი კაპანაძე ლადო ბოჟაძე და შემდეგ გავალთ რეკლამაზე რეკლამის შემდეგ კი გვექნება შემაჯამებელი ბლოკი ნიშნულოვანი რამ ჩვენ რაც გავარკვიეთ ზოგადად ამ პროცესებიდან რაც საქართველოს ბოლო წლების და ახლა ბოლო დღეების განმავლობაში ხდება არის ის რომ ჩვენ გავარკვიეთ თუ სად ვართ ზოგადად ამ ხელისუფლების და ბიძნევანიშვილის ხელში სად ვართ ანუ არიან ქვეყნები რომლებიც იხედებიან კოსმოსში და აკვირდებიან მარსს და ასე შემდეგ იუპიტერს ვენერას და ასე შემდეგ და მე იმ ქვეყნებში ეწყობა გადაცემები და განიხილავენ რა ხდება იმ პლანეტებზე ჩვენს ქვეყანაში იხედებიან ჭროჭოტანებში და უყურებენ ლოგინში რა ხდება ვინსაით ტრიალდება ვინსაით კოტრიალდება მე ვაწყობთ გადაცემებს და განვიხილავთ ამას ვინ როგორ რა ფორმაში და ჩვენ გავარკვიეთ სად ვიმყოფებით დღეს და სად გვამყოფებს ეს ხელისუფლება რა რეალობაში გვამყოფებს რა ვითარებაში გვამყოფებს რაზე გვასაუბრებს როგორ შეიძლება ამ პირობებში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ვიცით რა დღეშია, კრიმინალი ვიცით დღეს რა დღეშია, სოციალური ფონდი რა დღეშია და რა თემით ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ განვითარდეთ, სტუდენტები, ახალგაზრდები რა პრიორიტეტები, რა განსაზღვროთ და შემდეგ განვიხილავთ სხვის ლოგინებში რა ხდება, ხო? ეს ვინ შემოგთავაზა ბიძინა ივანიშვილმა და მის ხელისუფლებამ. უკაცრავად ბატონო, ერთი წუთი. ეგეთი აპრიორი უკაცრავად, როგორ შეიძლება ახლა ქაბატონი მიშველაძე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოვიდა და თქვა რომ ჩემი პირადი კადრებით მაშანტაჟებენ რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის გადაღებული რატო გონიათ რომ ყველაფერი გაჩერდით ბატონო გაჩერდით რა როგორ შეიძლება ხო და რო არ შეიძლება გამოიძიეთ ბატონო გამოიძიეთ ბატონო რატო არ იძიეთ მე ეს ხელისუფლება მაგაშია ზუსტად ვერ გავამცელებ არა დაველოდოთ გამოძიეთ არა ბატონო რამა მე არა არა თქვენ ორს აგავთ თქვენ ორს აგავთ თქვენ და ქართულ ოცნებას თქვენ დააკოპირეთ ის ყველაფერი დისკებზე აღარ ვინახავთ ინფორმაციას 2008 წლიდან. ისეთ თემაზე უამრავია არესაშვილის ვიდეოები ვნახეთ. არესაშვილის ვიდეო ვნახეთ, ვიდეოები ვნახეთ. ყველა ვიდეო ვნახეთ. მიწაში დამარხა. რეალურად ჩვენ გვამყოფებენ ვითარებაში. არა, იქნება და თქვენ ანახეთ, იქნება და მას. რეალურად გამორიცხავთ. რეალურად ეს ხელისუფლება შემოგთავაზა აი ეს დღის რეჟიმით აბსოლუტურად გასაგებია თქვენი აზრი. რატო გამორიცხავთ? ადროვეთ. ახლა ქაბატონონა, თქვენ არ ჩაერთოთ ახლა ერთი წამი ძლივს გავაჩერე გიორგი ახვლედიანი. ერთი წამით გიორგი. ისმენ თქვენ შემდეგ ლადო. რატომ ცხოვრობ ჩემი აზრით ამ საგიშებში?
იმიტომ ცხოვრობთ რომ 100 აწევს ბიძინა შეკმენით ეს საგიჟე ნაციონალურმა მოძრაობამ მოიცადეთ კაცო გავიდა გავიდა ანგრიას იმიტომ რომ პატივცემულობა არ ვისაუბრებ საქმეზე ვლაპარაკობდა თუ კიდე ბიძინაზე მეტად გავაკრიტიკებ თუ მაგხდება არ გეტყობა გიორგი რაც ახარ სტუდიაში იცავ ბიძინა ივანიშვილს და აკრიტიკებ ოპოზიციას სიმართლისკენ მინდა გადავწიო იმის გამო რომ მე და თქვენ გიორგი მე და თქვენ და საზოგადოებამ არ ვისაუბროთ იმაზე რომ 12 წლის ბავშვები იღუპებიან ჯარჯის შეგროვებისას რომ 2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი იყო ნაცების დამფინანსებელი და ის აფინანსებდა ამის გადაღებას მაგის გახსენება არ უნდა მაგი უნდა თქვა შევა მაგი მართლობაში ლოგიკა ვიპოვო ისე რაობედურება იღა რაც ერთად რაც ისოელებს იღებდი იქნებ კამერებსაც იფიქრებდნენ აფინანსებიებდნენ კამერებს ეგრე არა მაგი ამკიცეს რა მაგი ამკიცეს მაგი ჯობია ვიდრე ის და მე რო გადავიღე კარგი ვარ და გიორგი ახლა მართლა შენ ბიძინა ივანიშვილი მართლა მეცენატი და ქველმოქმედი გგონი რა არაფერი არ გონია რა სააკაშვილმა ეხლა განაცხადა ნომერ პირველი კრიმინალი არის ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ფულს და კარგი ხავთ რეკლამის დრო გვიწევს გასაგებია ეს ყველაფერი ლადო ბოჟაძე კრიმინალი და პრობლემები ჩადენილია ეს კაც კრიმინალს ჩაიდეთ და იქნება კრიმინალი მოგცემთ რეკლამის შემდეგ ლადო უნდა დაგვემშვიდობოს ამ რეკლამაზე და ამიტომ პატარა საფიქროს დაგიტოვეთ თქვენც და მაყურებელს. ეკა ბესელია კონკრეტული პოლიტიკოსი დაუპირისპირდა კონკრეტულ საკითხზე, სასამართლოების საკითხზე, მათ შორის საკუთარ პოლიტიკურ გუნდს და დაუპირისპირდა იმ გუნდს, ღიად კლანს, რომელსაც ეძახის სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, მანამდე არ ქონდა პრეტენზია სასამართლოსთან ქალბატონ გადასცემ. რეკლამის დროს 6 წელი ხმა არ მოუღია სასამართლოს და უცებ გადაწყვიტა რომ სასამართლო ცურვია. საფიქრალად გიტოვებთ საკითხსო, ვათქმევინოთ ბოლოს. ფაქტებზე ვლაპარაკობ, მე ვისაუბრებ. შემდეგ სასამართლოს ჯაგაკეთა რა არ გაკეთა, გასაკეთებელი რა არის, ამაზე ბევრი გადაცემა იყო, ბევრი აზრი მithქვია, კიდე ბევრი სიტყვი და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ახლა ინგლისელი პროცესი დაძაბულობა მიდის იქამდე რომ ერთი უმრავლესობის ხტომის მოლოდინი არსებობს, რომ აქიდან ესენი დაიშლემენ ზოგი ამ კარიდან გამო, ზოგი ამ ფაჯრი და ზოგი იმ კარიდან, ხო? აღმოჩნდა რომ ეს ასე არ მოხდა, ხო? და იმავე დღეს გიორგი მას კარგად გაიხსენა, მეორე დღეს ცელდება ეს კადრები. მოდი ახლა მივყვეთ ლოგიკას თქვენსასაც, ივანიშვილისასაც და საზოგადოებასაც. ხო აქ ლოგიკა მარტო ჩვენ ხო არა ვართ ისეთ ტრიბუნასთან ვდგავართ. ვის შეიძლება დააწყობდეს იმ პოლიტიკოსის დისკრედიტაცია პლუს იმ ხელისუფლების, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომ თურმე რა თქვენ ოცნება ნაციონალიზმის უკეთესი გონია, 12 მერე ესენიც იღებენ, ესენიც ტვირთავენ, ესენიც გისმენენ, ტელეფონი ისევ გამორთე. ხო, ძმაკასთან არ წამოგხსეს რამე სუფრაზე, ყველგან კამერები აყენია, არა ვიხუმრე გახარია, არაფერს არ მithქვავს. ეს ვის შეიძლება აწყობდეს თქო? გაქვთ ამაზე პასუხი? არა გაქვთ, ეხა რეკლამაზე გავალთ და რეკლამის მერე ვისაუბრებთ. კარგით, ვიდრე რეკლამაზე გავალთ, ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ამ წუთებში. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ეს ინფორმაცია და ჩვენი სამძიმარი ყველასი ამ სტუდიიდან ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და შევაჯამებთ ჩვენს თემას. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, საუბრობთ ფარული კადრების შესახებ და ამ ბლოკში მე მოგცემ ჩემაჯამებელ სიტყვას, ვატო თქვენგან დავიწყოთ. ჩემაჯამებელი სიტყვა შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი და დასკვნის სახით გითხარით თქვენი მოსაზრება და თანმიმდევრობით ყველას მოგცემთ სიტყვას. მიკროფონში. დასკვნა რა შეიძლება ითქვას? ეს ყველაფერი ნებს პირველ რიგში სახელმწიფოს, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისოების თვალში ჩანვართ რაღაცა უღირსი ქვეყანა. ჯერ იმიტომ რომ ტერიტორიებს არ ვიცავთ. მე აი ესეთი მეთოდებით ვებრძვით ოპონენტებს, ეკონომიკა ვერ წამოვწიეთ, განათლებაში პრობლემები გვაქვს. აი ეს ყველაფერი მიზან მიმართულად ურტყამს ჩვენ იმას რა ქვია იმიჯს, რომ ჩვენ არ გავხდეთ ევროპული, დასავლური, კულტურული ქვეყნების ნაწილი. და რომ მივებათ აი ამ რუსეთს, რომელიც არის ჭაობი, რომელიც არის წუმპე, აზროვნებაც კრიმინალიც ქვეყანაში და ეს ყველაფერი მიზან მიმართულად ხდება აქ, რომ არ ვიყოთ რაღაცა მისაბაძი ქვეყანა, არ ჩავჯდეთ იმ მატარებელში, რომელიც მიდის ცივილიზაციისკენ, სადაც არის კულტურა, რომ არ წარმოვჩინდეთ. აი ეს არის ყველაფერი რუსული პროპაგანდა, ეს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან, რუს პუტინთან და აი რას დაუტოვებთ ამ რა იცით ვისთან თანამშრომლობს? არა, მოქმედებები
მათი ყველა მოქმედება, რაც საერთაშორისო ქვეყნების მიმართულებით ქონია, ყველგან დადებით, უარყოფითი დაწვრილებით. კავშირშია პუტინი და მე შეჯამი ყველაფერთან არის კავშირში, ყველაფერთან არის. ამ მოზაიკის ნაწილია. ამ მოზაიკის ნაწილი. ეს არის ბიზა მიმართულად გაკეთებული, რომ ჩვენ ქვეყანას არ ხოდეს კაი იმიჯი. აი ეს არის და წავიდეთ სუპერში, სადაც თქვენ რო გიყვათ აი იქ. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ბატონ ვატოს რომ ესე იგი საძინებელში რომ უმონტაჟებენ ადამიანებს გადამღებ კამერებს ეს თურმე პუტინის გაკეთებულია და რუსეთის გაკეთებულია. მოდით თავი დავანებოთ რუსებს თავისი დიდი ცოდვებით ეყოფათ რუსეთის აგენტურა ძალიან დიდ სიბინძურეებს ჩადის მაგრამ ეხლა ის რომ იმას ამონტაჟებდნენ და პირად ცხოვრებას უღებდნენ ამის ეს პირველ რიგში არის ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სამსახურების შემოქმედება და თუმცა არც არის გარანტია იმისი რომ დღესაც არ ხდება რაღაცის ჩაწერა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს სიბინძურე საქართველოში უნდა დამთავრდეს. აი ეს ჭირი და სახადი უნდა მოვიცილოთ, რასაც ქვია ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა. ადამიანის პირადი სივრცე არის შეუხებელი, ის უნდა იყოს შეუხებელი და ჩვენ თუ ესეთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, რომელსაც გვიყურებენ ოსი სეპარატისტები, გვიყურებენ აფხაზი სეპარატისტები და ალბათ თავის მოსახლეობას ეუბნებიან, აი აქ გინდათ დაბრუნდეთ, აქ გინდათ აი ამ ქვეყანაში. მე მგონი ერთსა და იმავეს ამბობთ თქვენ და ვატო ახლა. რაც თქვენ თქვით ის თქვა ბატონმა ვატომაც. არა, ვატომ თქვა რომ პუტინი იღებსო, რუსეთის აგენტურა იღებსო და ეხლა რა თუნდა ამას ეხლა რუსეთის აგენტურა როცა ჩვენი აგენტები ასე ვთქვა. აი ბოლოს გადაღებული კადრები მე დიდი ეჭვი მაქვს რომ რუსული სპეცსახურების მიერ იყო გადაღებული აი მან ხელისუფლება უღებდა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ეს ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურებთან ერთად უღებდა პროტესტულ პარტიებს ან ადამიანებს კასრები რო აღმოაჩინა უფრო საჩიშია ჩემთვის სუ რუსული სპეცსამსახურები აი კასრებში რაები აი ეს როგორ მაინტერესებს რამდენი გამოვლინდება აი ეს მაინტერესებს პირადი ცხოვრება საერთოდ არ მაინტერესებს არ ვიცი მე ბატონ სოსო თქვენ ამბობთ აი იცით რა არის არ მინდა რაღაცნაირად ეს გადაცემა ესე დასრულდეს რომ მხოლოდ რაღაც სურვილებზე იყოს საუბარი უნდა დასრულდეს ეს ამბავი ამბობთ თქვენ უნდა როგორ უნდა დასრულდეს ეს არის ყველაზე რთული საკითხი გამოძიებას თუ პასუხი არ აქვს თელ რიგ საკითხებზე ეს რატომ ხდება აბა რატო ვამბობ მე გამოძიებას იცით რატო არ აქვს ვახო პასუხი პოლიტიკური ნება არ არის რომ გამოიძიონ აი ადრეც ხო მოხდა ამ ხელისუფლების დროს მსგავსი რაღაც არც ერთი არ არის ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული პოლიტიკური ნება უნდა და ეს პოლიტიკური ნება რატომ არ არის აი ეგ არ ვიცი მე ხო არა ვარ ქართული ოცნება მე რო ქართულ ოცნებაში ვიყო და ჩემი სიტყვა იწონადი იყოს ესე იგი აი როგორც ეკაბესელი ეხა ყველაფერი გააკეთა რომ ის 10 რეპლიკა იყო შეიძლება ვერ გაიგე არა ვერ გავიგე როგორ გინდა თო ქართულ ოცნებაში ქართულ ოცნებაში მინდა მე რო ქართულ ოცნებაში მდომოდა 2011 წელს როდესაც ბატონი ბიძინა აცხადებდა ტელევიზიით პირდაპირ აბა ბატონის გარეშე თქვით ბიძინა კი ბატონო ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა მოდით ჩემთანო მივიდოდი ვინმე მიშლიდა თქვენ გონია დამიშლიდა ვინმე კი ბატონო რეპლიკასაც უპასუხებ აი ახლა ამაცილეს იცით რა მეთოდია ესეთი რომ უნდა აგაცილონ იმ ძირითად იმას ხად გადარჩენილი რო არ მიხვდით ბიძინა გადარჩენილი ვარ თუ რა ვარ მე თავისუფალი პოლიტიკოსი ვარ და რასაც ფიქრობ იმას ვლაპარაკობ არავისზე არა ვარ დამოკიდებული და ამიტომ რასაც მართლა გეუბნებით აი გულწრფელად აი ახლა რაც მომდის თავში იმას ვლაპარაკობ და არავის არ ველოდები რომ შემომხედავს და ან ჰოლანდიიდან ან ამერიკიდან ვიღაცა მომიწონებს და ვიღაცა შემოქმედებს. არა, დავამთავრო. კი ბატონო, დავამთავრო. რატომ არ არის პოლიტიკური ნება? ხო, უნდა იყოს ეს პოლიტიკური ნება, იმიტომ რომ ვინც ორმოს თხრის, მე იმ ორმოში თვითონ ვარდება. აი, გათხარა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ორმო და თვითონვე ჩავარდა. მე გითხარით, სააკაშვილიც კი არ დარჩა მაგის გარეშე, არც ოქრუაშვილი, არც დავითაშვილი რომელი ერთი ჩამოგითხოვდა ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო ეს და რამდენი გამოქვეყნდა რამდენი არ გამოქვეყნდა შეაშინეს ვიღაცა და აშანტაჟეს ვიღაცა გააჩუმეს და არ გამოქვეყნდა ანუ არსებობს ეს კადრები მე ვიცი რამოდენიმე პოლიტიკოსი რომელსაც ეუბნებოდნენ გამოგიქვეყნებ კადრები გაჩუმდნენ და მეცაც გეტყვი ხო დანაშაულს ძალიან ცნობილ პოლიტიკოსზე გელაპარაკე ძალიან ცნობილზე გვარს არ დავასახელებ
წავიდა პოლიტიკიდან. ძალიან ცნობილი ერთი ძალიან ცნობილი პარტიის თავმჯდომარე. კანონია ესე, კანონია. რომ ის კადრები არ გამომჟღავნებულა. დიდი მადლობა გიორგის დასკვნითი სიტყვა. ესე იგი, იმის გამო რომ ჩვენ არ ვესაუბრობთ იმაზე, რომ 800,000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა უპერსპექტივობის გამო, სიღარიბის გამო და იმის გამო, რომ სხვა ქვეყანაში შექმნან ელემენტარული ცხოვრების პირობები. იმის გამო რომ არ ვესაუბრობთ იმაზე, რომ 12 წლის ბავშვები იღუპებიან ჯართის შეგროვებისას. არ ვესაუბრობთ სიღარიბეზე, გაზრდილ კრიმინალზე. გახარია როგორ უმკლავდება ქუჩებში, მკვლელობებს, ყაჩაღობებს, ათასუბედურებას. არულ ჩანაწერებზე ვისაუბროთ კრიმინალზე, ჯარცებს ვისაუბროთ. არ გეთანხმებოდით, მაგრამ დაგაცადეთ. ვისაუბროთ კი მე ხო და გეუბნებით ამაზე რომ არ ვისაუბროთ, ასეთ საგიჟეთში ცხოვრება, იმიტომ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვაცხოვრებს ეს საგიჟეთში. ნებისმიერ თემაზე ბატონოსო, კარგით რა. კი ბატონო, გვექნება ამ თემებზეც აუცილებლად და ვისაუბროთ. უბრალოდ სხვა რამეს ამბობს. ივანიშვილი, რომელიც არის კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუციური უბედურების წყარო, კრიმინალის წყაროც, ქურდობის წყაროც, სიღარიბის წყაროც, შიმშილის წყაროც, ამაზე რომ არ ვისაუბროთ, იმიტომ გვაცხოვრებენ ამ საგიჟეთში, იმიტომ ავრცელებენ ასეთ უბედურებებს ერთმანეთზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებზე. აი ესენი გავიგეთ, ამიტომ თუ ქმნიდნენ, დაიჭირეთ ბატონო და დაიჭირონ ვინც ქმნიდა, მაგრამ დაიჭირონ ორგანიზატორები. 2019 წელს ავრცელებს ასეთ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს. ვინც დღეს ავრცელებს, ვინც დღეს აორგანიზებს, ისინი დაიჭირონ. ამ ქვეყანაში ქმნიდა ის ხელისუფლება ვინც ავრცელებს, ხო გაავრცელეს იმ ადამიანებმა. შემთხვევით შეცდომით და ორგანიზატორები, ხო გესმის რასაც საუბრობ. ორგანიზატორი თავარი, ორგანიზატორი და დირიჟორი, ეკაბესელიმაც კი ახსენა დირიჟორი სხვათა შორის. დირიჟორი უნდა დაიჭიროს. რა თქმა უნდა დაიჭიროს. ამ ქვეყნის დირიჟორი, რა თქმა უნდა, მაგაში ყველა გეთანხმება. რა თქმა უნდა, ყველანი გეთანხმება. დირიჟორი ვინ არის? მიხეილ სააკაშვილია, მაგის თავარი დირიჟორი. ეგრე არა, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილი არის 2019 არის მიხეილ სააკაშვილი. 19 რომელი ერთი ბიჭი გაბედავდა ნაციონალურ მოძრაობაში ამის ბრძანების გაცემას ამ ჩანაწერებში რა. ამ ქვეყანაში თავარი დირიჟორი არის ბიძინა ივანიშვილი. ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც პასუხისმგებელი არის სააკაშვილი და ივანიშვილი იცი რაზეა პასუხისმგებელი. რომ გააპარენ პრეზიდენტობის შემდეგ სააკაშვილი უცხოეთში და ვითომ რომ დაუძახა და ვითომ რომ ეხლა სააკაშვილი უნდა დაიჭირა. გიორგი, სააკაშვილი უნდა დაიჭირა. პრეზიდენტობის მერე ერთი თვე დასეირნოდა. გიორგი, შეკითხვა მაქვს თქვენთან. ელექტრომობილით და უნდა დაეკავებინა რომ გააფრინდა და მე რომ გადაკვიდა საქმე აღეძრა. პუტინს ნამდვილად უნდა რომ დაეკავებინათ მიხეილ სააკაშვილი. რაშია მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და 9 წლის განმავლობაში მისი დამნაშავება და დაკვეთი გადააბარა ადამიანის გზით და უამრავ ადამიანს გააკეთეს კომპრომატი გამარჯვებული პარტია. გიორგი, თქვენთან მაქვს უკაცრავად ბატონებო. დიდი მადლობა შეკითხვა მაქვს გიორგი კაპანაძესთან. თქვენ აღწერეთ სიტუაცია, თქვენი მოსაზრება თუ ვის უკავშირებთ ყველა ამ საკითხს. მე მაინტერესებს ეს კადრები, აი ახლა შევეხოთ უკვე 2012 წლამდე პერიოდს, ხო? 2012 წაკეთ თქვენ აღწერეთ ახლა სურათი. იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული თქვენთვის, რაც ხდებოდა ფარულ კადრებთან დაკავშირებით? ადამიანების ჩაწერა და აი ეს უამრავი ათეულობით 1000 პირი. იყო თუ არა სისტემური? არ ვიცი, იყო თუ არა სისტემური დანაშაული, მაგრამ რატომ? აი რატო ვერ გამოგაქვთ დასკვნა? თუ კი უამრავი უკანონო ნაწერია. 2012-მდე არ ვიცი. ეს როგორ ხდება? 2012-მდე არ ვიცი, ყვაფე კაი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აორგანიზებდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გადაღებას, უნდა იყოს დასჯილი მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლების დროს მოხდა ეს. ეს რიგითი არ აკეთებდა ხო ხდებდი და მაღალ ჩინესები აკეთებდა. ანუ სისტემური დანაშაულია. ეს იქნება წინა ხელისუფლების წარმომადგენელი თუ იქნება ამ ხელისუფლების წარმომადგენელი. არა, მე რა, ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს? აქ უკვე აღწერეთ ყველაფერს და არქვით სახელი 2012-ის შემდგომ პერიოდს. 2012-მდეც მაინტერესებს თქვენი აზრი. 2012-მდე რაც ხდებოდა კადრებთან დაკავშირებით. რატომ ვერ გამოგაქვთ დასკვნა, იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული? მაგაზე სალაპარაკოთ.
არა, დასკვნის გამოტანა არ მჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერი დამნაშავე წინა ხელისუფლების დროს იქნება ეს თუ ამ ხელისუფლების დროს უნდა იყოს დასჯილი. თუ იყოს სისტემური დანაშაული წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა, უნდა იყოს გამოძიებული ბოლომდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გამოვიძიოთ ის ფაქტები, რომელიც ახლა ხდება. კალენდარზე არის 2019 წელი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეკაბესელიას შესახებ. როდესაც არ უნდა ყოფილიყო. ვინც გადაიღო, ვინც მონაწილეობდა, ვინც ავრცელებს, ყველა მე ამაში განსხვავებული აზრი არ მაქვს. უბრალოდ კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ. მაინტერესებს ორივე პერიოდზე თქვენი აზრი. ამ ხელისუფლების პირობებში. დღეს ამ ვიდეოს გავრცელების ორგანიზატორი არ არის დასჯილი. სხვა შემთხვევაში, როცა ამ ხელისუფლების პირობებში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ორგანიზატორები არც მაშინ არ დასჯილონ, არც ტელეჟურნალისტებთან დაკავშირებით, არც მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებით, არც სხვებთან დაკავშირებითაც. ამიტომ გვაქვს ჩვენ საფუძვლიანი ვარაუდი, ეჭვი, მოსაზრება, მყარი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული, ვინაიდან და რადგანაც ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველი ხელისუფლების არის ბიძინა ივანიშვილი. ის ნიშნავს და თავისუფლების მინისტრს. ის არის სპეცსამსახურების წარმომადგენელი. ინფორმაციისთვის კონკრეტულად გავრცელებით რა გავრცელდა, უბრალოდ არ მინახავს და რა გავრცელდა. მოდით, ნუ დავაკონკრეტებთ ახლა. წინა ხელისუფლების გადაღებული ტელევიზორში გვაქვს მილიონჯერ ნანახი რაც გავრცელდა და მაგით კომპრომატები წინა საარჩევნო კამპანიის დროს მილიონი იყო მათ შორის პირადი ცხოვრება. არა, ეხლა მაინტერესებს ამ ხელისუფლების დროს გავრცელდა რამე და მე არ ვიცი. კარგით, გეტყვით ახლავე. პირადი ცხოვრების ფირები გავრცელდა ამ რამდენჯერმე. 2016-ში თქვენ ამ ჟურნალისტზე მათ შორის ჟურნალისტები არა ტელევიზიით ინტერნეტ სივრცეში კარგი დიდი მადლობა ქალბატონო თქვენთანაც ეს ადამიანები რომ ამბობდნენ რომ ამისი სიცხეფლი შეიძლება გახდნენ მაგრამ ვიზუალურად ეს შეკითხვა მინდა შეკითხვა კი არა უბრალოდ პოზიცია მინდა გქოვოთ ორივე პერიოდის გადაღებული აი რასაც ბატონი გიორგი ამბობდა და რაც 2012 წლამდე ორივე 24 საათი ტელევიზიაში იყო ყველაფერი დიდი მადლობა ბადრი პატარკაცის ტელეფონზე რომ დაელაპარაკებოდა იმედის თანამშრომელი იმას ტელევიზორში აჩვენებდით აი დაკლები არიანო თავის უფროს ელაპარაკებიანო თავის დამფუძნებელ ტელევიზიის ხელმძღვანელს ელაპარაკებიანო ამას აჩვენებდით დიახ ქალბატონ ნონას მოვუსმინოთ ძალიან და ჩვენ გქონდა ჩვენს დამფუძნებელს გიორგი თქვენ გექნება თქვენი დასკვნითი სიტყვა ძალიან გთხოვთ ვადროვოთ ერთმანეთს მე სახელმწიფოს ასუყებთ რამე თუ იცი ეგება თქვა ეხლა ბრალდებები თუ შეიძლება უსაფუძვლო კარგით ქალბატონო დიახ სრულ სურათს გთხოვთ არა მხოლოდ იმას რომ თქვათ აი 2012 წლამდე ხდებოდა თქვენ ამბობთ ესეც აი ბატონ გიორგი სწორედ ამიტომ ვკითხე და მას შემდეგაც აი ამ გავრცელების ამბებზე და ზოგადად სისტემა რომელიც ვერ უზრუნველყოფს რომ ეს არ მოხდეს ხო ამაზეც არის ეჭვი ხო რომ შეიძლება ახლაც ხდებოდეს კი ბატონო ნამდვილად გამოსაძიებელია 2004 წლიდან დაწყებული 2018-19 წლის ჩათვლით ყველაფერი აი თლიანად ვამბობ ანუ გამოსაძიებელია რატომ იქმნებოდა ეს კადრები თუნდაც ხომ არის ვერსია იმაზე რომ დაუშვათ იქ რაღაც აგენტურა ამისი არ მჯერა რა თქმა უნდა და მაქვს უფლება არ მჯეროდეს ამისი არ მჯერას იურისტი ვარ და ვიცი რატო არ უნდა დავიჯერო აქედან გამომდინარე ამ ლოგიკას თუ გავყვებით რასაც ვატო იძახის მაშინ წინა ხელისუფლება თურმე რუსეთთან ერთად აკეთებდა ამ ყველაფერს და ჩვენ არ ვწოდნია და თუ იქამდე მივედით მივალთ შემდგომში უკვე შემდგომი პერიოდი 2012 წლის შემდეგ რაც გავრცელდა და ის ბოლომდე არ იქნა გამოძიებული მე ამ ხელისუფლების პასიურობას ვხედავ ამაში და ამის მიზეზიც მაინტერესებს რატომ იყვნენ ისინი პასიურები მე არ მგონია რომ აქ არსებობს პროფესიონალიზმის პრობლემა გამოძიებასთან მიმართებაში უფრო ვფიქრობ რომ აქ არ არის ნება სამწუხარო თქვენ რასაც ამბობთ ეს პრაქტიკულად ნიშნავს რომ მოხდა გარიგება ამ კადრების თაობაზე და ამ კადრების საშუალებით. და ამის ეჭვის საფუძველს მაძლევს ის, რომ ამდენი ფირი არ უნდა განადგურებულიყო. ეს იყო ის მტკიცებულებათა ბაზა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ საშუალებას აძლევდა ამ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულებები ედესტურებინა. რაც მან არ გააკეთა, სწორედ ეს მაძლევს ამის საშუალებას, რომ კონდეს ეჭვი, თუ ის ამას რატო აკეთებს. დღესაც მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ ახალი დაწყებულია და გვაინტერესებს ვინ ატვირთა ეს ვიდეოები, კარი როგორც გავცელდა ეს გავიგეთ. მე ის მასიური დაჭერაც არ მომწონს, არც ამას არ დავმალავ. არა, იმიტომ რომ მე იქ ვერ ვხედავ საფრთხეს და საშიშროებას, უბრალოდ პირველ რიგში უნდა დაეკავებინათ ის ადამიანები, უნდა შეძლებოდათ ამის გაკეთება, ან გამოიხატათ ამისი ნება, რომ დაეკავებინათ ადამიანები, ვინც ეს ატვირთა. ესეც ვიცი, ჩვენ ვიცით ისიც, რომ ძალიან ბევრი ფაილები იყო
ჩვენ ისიც უნდა გამოეძიებინათ, რამდენი ფაილი იყო რეალურად სინამდვილეში, როგორ ინახებოდა ის, ან როგორ ინახება ის დღეს, რამდენად დაცულია, იყო თუ არა მანამდე გადაღებული რაღაცა სხვა იმაზე, ასე ვთქვათ, სამახსოვრო იმაზე. აი ეს ყველაფერი დეტალებში უნდა გამოძიებულიყო და აუცილებლად ამისთვის უნდა შექმნილიყო სპეციალური ორგანო დამოუკიდებელი, რომელიც ამას სრულყოფილად გამოიძიებდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესი არ დაიკარგებოდა. დღეს მე უბრალოდ ეკაბესელიას აქედან მინდა მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის დაზარალებულია, მე გული მტკივა და მე მცხვენია, რომ ეს მოხდა, მაგრამ სადღაც იქ მისი პასუხისმგებლობაც არის, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების დროს მოხდა სწორედ ის დიდ ფაილების განადგურება და იქ ის იმ დროს ხელისუფლებაში იყო და მან ყველაზე სამწუხაროა პირველმა იწვია აი ამის დარტყმა და დღეს ის დაზარალებულია და დღეს მას აქვს ბრალდების უფლება თუნდაც უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიოს იმიტომ რომ ის დაზარალებულია და პროკურორის რეჟიმშია და მას სამართლებრივად ამის უფლება აქვს ილაპარაკოს ბრალდების რეჟიმში მე მაინც არ მიმაჩნია რომ აი ის დაუშვათ ის ფირები ასე მფიქრობ, ეს ჩემი ინდივიდუალური აზრია, სასამართლოდან დაიკარგა, ან სასამართლოდან როგორც მტკიცებულება გაიტანეს. მე ჩემი აზრი მაქვს, მე ასე არ მჯერა, იმიტომ რომ ვიცი ეს სასამართლო. მხოლოდ რეპლიკის სახით. აქედან გამომდინარე, მე როგორც მოქალაქე კატეგორიულად მაინტერესებს და კატეგორიულად მithხოვ იმას, რომ გამოძიებული იქნას 2004 წლის შემდგომ დღემდე პერიოდში, რაც ამ ფირებთან დაკავშირებით დანაშაულებები ხდება. ჩემ ლოგიკას თუ გავყევით, აი ფირების განადგურებასთან მე ჩემი შეხედულება მაქვს, იმ ფირებში მე მგონია რომ არა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებები იკვეთებოდა, არამედ აი ამ ხელისუფლების პირების დანაშაულებები და თავიანთი ის გაანადგურეს. მაგრამ ბევრი ადამიანები, მათ შორის იმ ადამიანები, ვინც აპრავებენ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ წინა ხელისუფლება ამ ხელისუფლების ის ხელისუფლება თვალთვალს ახდენდა ისეთ პირებზე, რომელიც საქართველოს უკანონო უკანონო არის თუ არ არის ეს არავინ არ იცის. ეს არავინ არ იცის. მოსამართლის ბრძანება თვალთვალის უფლება აქვს. ის იყო უკანონო კანონიერი არსებობს კანონიერი თვალთვალის უფლება. ამას იძლევა სასამართლო, ამას იძლევა დოკუმენტი. კონსტიტუციაში გვიწერია რომ თვალთვალის უფლება გვაქვს თუ არსებობს კანონიერი გზით. კანონიერი გზით. მაგრამ გადაუდებელი აუცილებლად. მაგრამ კანონიერი გზით იყო თუ არა მოპოვებული, აი ეს გამოიძიო. ამიტომ ეს რო გამოიძიო, მურუსიძეები კი არ მოყავდეთ იმაში სასამართლოში. უნდა ყავდეთ ნორმალური მოსამართლეები, ვის მიმართ დობა იქნება და ისინი იქნან ამას. დიდი მადლობა გიგან ასარიძე გვეთქვის დასწრის სიტყვას. ჩემი კადრები იბა გაუცელა ვიც ელოდება ვისაც გამოყრია რომ თვითონ შევიდნენ. კარგით, მადლობა. აი ეს არის თავარი მოტივი. პოლიტიკოსი იყავით და თქვენი ლოგიკა უფრო მყარი მეგონა მე და გამაოგნეთ თქვენი რაღაცა. კარგი, ესე იგი მიმიღწევია უფრო მეტისთვის თქვენ თუ ლოგიკით, იმიტომ რომ დიდი მადლობა. რას ლაპარაკობთ თქვენ რომ დაეტაყვეთ ჩემ ლოგიკას საერთოდ დავანებით ყველაფერს. გადაცემა ძალიან გთხოვთ მოусმინოთ ერთმანეთს და სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა ბატონო. შეიძლება მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ბოლოსკენ. ანუ ყველაზე მე ხშირად გაჟღერებული სიტყვა აქ იყო უნდა გამოიძიონ, უბრალოდ ფრაზა, ხო? უნდა გამოიძიონ და გამოძიება რომ არც ისე რთული არის, აგერ აი ადამიანებმა დაგვიმტკიცეს დღეს აქვე ჩაატარეს რამდენიმე მათგანმა გამოძიება და დაადგინეს რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ბრალი, ხო? ბატონო სოსტომ სერ არტურ კორან დოილის სულიც გამოიხმო ერთი წუთით. რატომ მაწყვეტინებთ? და თქვენი ეს მეწვით. რატომ მაწყვეტინებთ? უაკეთებთ ისეთ ინტერპრეტაციას, რაც თქვენ რომ გაწყვეტინებენ ხოლმე, ხო უძახით უზრდელს სხვა ადამიანს და მეც ნუ მაწყვეტინებთ, კარგით? არა, თქვენ მე მაბრალებთ. არაფერს არ გაბრალებთ, თქვენ არ მიხსენები ხართ საერთოდ. სერ არტურ კორან დოილის სულიც გამოიხმო და დაადგინა რომ ეს აწყობდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. ციტატა მოვიყვა. ვიხუმრე, ბატონო სოსო. და ბანოს შოუში ვიხუმროთ ხოლმე. კი ბატონო, მე იქაც მოვხვდეთ რაღაცნაირად და ვიხუმრე. დაადგინა რომ ეს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა. იქნებ ეს აწყობდა იმ ძალას, რომლის პოლიციაც არ იძიებს ასეთ საქმეებს. არ იძიებს, რამდენიმე საქმე გვაქვს უკვე და არ ვერ იძიებს, ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ყველავთ ახვდებით რომ არ არის რთული გამოსაძიებელი ამბავი ეს. წლების განმავლობაში ასეთ საქმეებს ეს ადამიანები არ იძიებენ. თქვენ ვინმეს გჯერათ რომ პროკურატურამ, რომელიც ახლა მოღვაწეობს ქართული ოცნების პირობებში, დაადგინა რომ ამ ბრძანებებს მიხეილ სააკაშვილი იძლეოდა და არ თქვა და დაადგენს, ვთქვათ, რომ ამ ბრძანებებს ბიძინა ივანიშვილი იძლევა და იტყვის. მე პირადად ამაში ძალიან დიდი ეჭვმეპარება, პირველშიც და მეორეშიც.
აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს საკითხი სანამ პოლიტიკური გარსით იქნება გარშემოფარგლული, მანამდე ეს პრობლემა არ მოგვარდება. უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და მაშინ ეშველება არა მარტო ამ საკითხს, არამედ ამ ქვეყანასაც მთლიანად. დიდი მადლობა, ზვიადი და შემდეგ გიორგი. ხო, მოკლედ ჩვენ რა რეალობა და რა მოცემულობა გვაქვს, ჩვენ ვერსიები ბევრი იყო, რაღაც ვილაპარაკეთ, რაღაც, მაგრამ მოცემულობა რა გვაქვს, ჩვენ რეალობა რა გვაქვს, ხო? ნუ, წინა პერიოდი ახლა აქ დისკუსია იყო, რომ ამ თემაზე მომსჯელთ, როდესაც ახსენებდა მეგობარი, რომ ჩვენ არ ვსჯელობთ ახლა 12 წლის ბავშვი, რომ ხარ რკინის შეგროვების, ჯარდ შეგროვების დროს დაიღუპა და ასე შემდეგ. თემა არისო ესაო და იმაზე, რომ სწორედ ეს არის ამბავი, რომ თემა არის ეს. ეს არის მთავარი ამბავი, რომ ეს არის თემა, ფარული კადრები და სხვისი პირადი ცხოვრება არის თემა, აი ეს არის ამბავი და ეს არის სწორედ ამ ხელისუფლების ბრალი. მოცემულობა რა გვაქვს? რომელიმე შეიძლება არაჯანსაღმა ფსიქიკის ადამიანმა ცხადი არ გამორიცხავ წინა პერიოდში გადაიღო რაღაც. ეს გამოძიებისაგანია ცხადია და უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ როგორც ჟურნალისტი გეკითხებით, იმ პერიოდში მსგავსი გადაცემა გაგიკეთებიათ? გავრცელების შემთხვევები არ იყო. არ იყო, რა თქმა უნდა. არ იყო ადამიანებს რომ გადაღების, მაგრამ გავრცელების აი ფერასაც ამბობთ, ინტიმ სცენებს თუ გულისხმობთ, თორე ისე ფარული ჩანაწერები. ბატონო, ეხლა იყო საუბრები გამოქვეყნებული. მაესტრო და ხინკლები და ეს ყველაფერი კი ბატონო, გვახსოვს. აქ პირად ცხოვრებაზეა ჩვენ ადამიანის სოციალურ დანგრევაზე გვაქვს ლაპარაკი. თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, მე და გიორგი რომ საუბრობთ ტელეფონზე, ეს პირადი ცხოვრება აბა რა არის? თუ კი არა, პირადი ცხოვრება ეს არის. თუ კი თუ არის დანაშაულის შემცველი თქვენი საუბარი არ არის. აი გეტყვით არაერთი იყო არაერთი ჩანაწერი შორს წავალთ, მაგრამ იყო არაერთი ჩანაწერი სატელეფონო საუბრების, რომელიც გამოქვეყნდა და იმაზე არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. მაშინ რატო გამოქვეყნდა? შეგიძლიათ, მაგრამ სატელეფონო საუბრების ჩანაწერი და პირადი ცხოვრების ჩანაწერი, სადაც სექსუალური ინტიმური დეტალებია. არ შეიძლება საპირწონედ დაუძო. საპირწონედ ხო შეიძლება რასაც ამბობთ აბსოლუტურად. უბრალოდ სხვა რამეს ფარული ჩანაწერები გამოქვეყნებულაო, როგორ არ გამოქვეყნებულა. ინტიმური სცენების არა, ამაში გეთანხმებით. და სწორედ ეგ არის, თქვენ ჟურნალისტებს არასოდეს მსგავსი ტიპის გადაცემა არ მოგიწყვიათ. ანუ არავინ არ დანგრეულა სოციალურად მაშინ, როგორც სოციალური პირი, სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი, არავის ცხოვრება არ დაშლილა, ისევე როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან ბევრის დაიშალა და ადამიანები გაქრა უბრალოდ სოციალური სივრციდან, ხო, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ადამიანებს, მას შემდეგ რაც პირადი ხასიათის სხვადასხვა ტიპის ვიდეოები გავრცელდა, ხო? სწორედ ეს არის ამბავი. დღეს ვრცელდება ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ რატო ხდება, რომ ჩვენ მსგავსი ტიპის გადაცემებში გვიწევს მონაწილეობის მიღება, თქვენ მსგავსი ტიპის გადაცემების გაკეთება გიწევთ, იმიტომ რომ მთავარი თემა ხელისუფლებამ ის კი არ გაგვიხადა, რომ ის კი არ გაგვიხადა მთავარი თემა, რომ დეოკუპაცია როგორ მოვახდინოთ და ქვეყანა როგორ განვითაროთ. მთავარი თემა გაგვიხადა აი ეს აბსოლუტურად არასოდეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა რომ მთავარი ეს არის მთავარი ბრალდება აქ ივანიშვილის მიმართ და მის ხელისუფლების მიმართ რა თქმა უნდა თუ ვინმე გადაიყო არ აღნიშნულობა რომელ ხელისუფლებაში გადაიყო ეს დღევანდელში წინაში იმის წინაში თუ იმის წინაში რა თქმა უნდა ყველა დღეს წინა ხელისუფლებას დღეს არა აქვს ბერკეტი გამოძიება აწარმოოს ხო ნამდვილად არა აქვს ვის აქვს ეს ბერკეტი დღევანდელ ხელისუფლებას ვინ არის ვალდებული გამოიძიოს დღევანდელი გამოიძიონ ბატონო დასაჯონ ხო არ ვიძახ კი დამაბრალეთ თუ თქვენი გადაღებულია თუ გამოიკვეთ ჩემი კვალი დამსაჯონ ხო რა თქმა უნდა ვინ არის მადლობთ გიორგი ახვლედიანი და დავასრულებთ განცხადებას და შეეხება ეხა იმის მცდელობას რომ რამენაირად პასუხისგებლობისგან გაიქცეს ნაციონალური მოძრაობა მთელი 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების გამო ამაზე არის ნათქვამი რომ არ გავა ეგ ნომერი რა გამორიცხულია ეგ თემა იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ვირაზეა პასუხისგებლობა იმის წინა ხელისუფლებას ხო მოდით ეხა ვისაუბროთ იმაზე რაზეც ვსაუბრობთ ხო ამ შემთხვევაში შეგვიძლია იმის წინაზე და იმის წინაზე ვისაუბროთ და ძალიან არც ეხლა არ შემაწყვეტია ხო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არა მომისმენთ ეხა ხო ეს არ ნიშნავს მე არანაირად იმას რომ მე არ მომთხოვა ქვეყანაში სამართლიანობა არავითარი წინაპირობა მაგისი არ არის. დიახ, ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ იმის არავითარი ვალდებულება ამ ოპოზიციონერების გამო არა მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის ჩადენილი დანაშაულებებზე თვალი დავხუჭო, იმიტომ რომ მე დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში. არა, ხო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში ვარ და დღევანდელი ხელისუფლება მინდა რომ ამ ხელისუფლებიდან გავისტუმრო. პოლიტიკურად გავისტუმრო.
და ნაციონალური მოძრაობის 90%, ნუ პროცენტებზე ნუ ვიგამატებთ. ციხეში არის გასასტუმრებელი. აი ეს არის განსხვავება. მეტი არაფერი. დაახლოებით 800 ეს ხელისუფლება გასასტუმრებელია ხელისუფლებიდან და წინა ხელისუფლება გასასტუმრებელია ციხეში. ყველაზე რა თქმა უნდა არ ვლაპარაკობ. დღეს როგორ იწყობა ხელისუფლებაში? ერთი ყველაზე არ ვლაპარაკობ. ძალიან ხო რა შეშემდეგულე. აი მორჩი რა ეხა რა ეხა კლოუნა და მორჩი ძალიან ხო რა ეხა ვატო ხო შეშემდეგულე ძალიან ხო. აღარ ვიეხე კლოუნა და ვაწნარდი და სამე სერიოზული თქვი და მე ვიგამაგრებ ხო გონია რომ დემოკრატიული ვიცი რომ ძალიან არასასიამოვნო რაღაცებს გონია რომ დემოკრატიული წყობა მეგობრებო ვიცი რომ ძალიან არასასიამოვნო რაღაცებს კარგი დავასრულებინები და თქვენი დავასრულებინები ძალიან რეალურად აფხაზეთში რა მივიდით მომისინეთ რა შეეხება რა შეეხება კითხვაა გასაგებია ვაძალებენ რატო აი მე ხო შემილია არ გალაპარაკო და არ მოგისმინე რა დავასრულებინოთ ხო და მომისმინეთ ახლა და სულ რაღაც ორ წუთში დავამთავრებ ამ ამბავს უფრო ნაკლებში შესაბამისად ახლა არ მინდა რომ რიტორიკულ კითხვა დარჩეს ახლა ეს რომ აი რატო არ იყენებდა წინა ხელისუფლება მაგათ რატო არ გაშუქებულა მაშინ და რატო არ გავცელებულა ფარული ჩანაწერები ინტიმური სცენები და რატო შუქდებოდა მაგალითად მარტო სატელეფონო საუბრები და ასე შემდეგ ძალიან მარტივია მანდ ლოგიკა რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია ვთქვა და ხა მტკიცებით ფორმაში გამიჭირდება ხო მაგრამ ძალიან მაღალია ალბათობა იმისა და მარტივია ლოგიკა რომ ის ინტიმური ჩანაწერები რომელიც კეთდებოდა 9 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლების მიერ იყო გამოყენებული შანტაჟისთვის და ამ შანტაჟს შედეგი მოჰქონდა იმ ადამიანებზე ვიზე ჩანაწერები არსებობს ერთი თუ მაშინ რომელი მაგრამ ეს არ მოახერხებს შედეგი ალოგიკურია ძალიან რთულია რა ძალიან რთულია სხვა რამე ამ 9 წელიწადზე ვერ გამოძვრებით ვერანაირად ამ თემაზე 9 წელი ცუდი იყო ცუდი იყო 9 წელი ეს ხელისუფლება რომ არ 4 მაინც ახსენე იმიტომ რომ ბურჯანაძე იყო დანარჩენი რომ არ ჯის მაგალითად გავარკვიეთ ხო რომ ბურჯანაძე ვერ დაგიკრებოდა არაფერს არ აკეთებდა შიგნიდან აგრებდა ნაციონალურ მოძრაობას რა შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას დღევანდელი ხელისუფლების უზარმაზარი დანაშაული არის უპირველეს ყოვლისა ის რომ ყველამ რო ვიცით რომ ეს ხელისუფლება წინა 9 წლის განმავლობაში 80,000 ფაილს გვიდებდა მე მიწაში მარხავდა კომპრომატების მთელი ომი ის ხონდა დალაგებული გვაშანტაჟებდა ყველაფერი ეს ნახეთ ღიად და არავინ ამას არ უარყოფს ერთი კაცი იცით ვინც დააშანტაჟეს ერთი კაცი იცით დააშანტაჟეს არ არსებობს ეგეთი ადამიანი ვინც დააშანტაჟებდა ნუ იკონ დაწნარდით ამიტომაც საუბრობთ იმაზე და აი ქალბატონმა ბრძანა რომ ხდება ბუნებრივად ის ეჭი რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ყველაფერს ამას აკეთებს იმისათვის რომ მხოლოდ თვითონ იყონ ამ პოლიტიკურ ველზე და სხვა ყველაფერი გაქრეს და შეთანხმებულად მოქმედებენ სხვანაირად მე ვერ ვხსნი როგორ შეიძლება რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას პრეზიდენტობისგან და პრეზიდენტობა დაასრულა 2013 სააკაშვილმა შემოდგომაზე არ დააკავეს და ჰაერში რო აიწია მისი თვითმფრინავი და გაიქცა საქართველოს და მერე წამოუყენეს ბრალდება იმ მეორე დღეს ხო ლოგიკაა რატო გამოდიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერები ციხიდან ისე რომ არავითარი არც უდო ანუ ვინც სახელმწიფო შექმნა უნდა დავაკავოთ დენდროპარტიის და ის უნდა იყოს ესენი ხელისუფლებაში არ არიან ყოფილი მიშას ბრალი და ბუჩინას ბრალი და მადლობა დიდი მადლობა გალახავს ჩემპიონს გალახავს ფედერაციის თავმჯდომარე და იმას 500 გირაოთი გამოუშვებენ და ადამიანმა რომელმაც გადააგზავნა თავისი სისულელით დიდი მადლობა ეს ყველაფერი არის დიდი მადლობა კარგით ბატონ სოსო თქვით მოკლედ უნდა თქვა და დავასრულეთ ეს გადაცემა ერთი ადამიანი მითხარი თუ ვინც წინა ხელისუფლებამ დააშანტაჟა ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი რომელმაც ერთ დღეს ყველაფერი უარყო შემდეგ გაიყო ფულებს ლაპარაკობდა ეხა იძახის ბაჭირა ფულებს ლაპარაკობდა როგორ ირაკლი ოქრუაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან არის და გააკატიმრეს და მედგრათით გადა მე ერთ დღეს გამოვიდა და ოდიშები მოიხადა რა ეს დაშანტაჟება არისო რა ფორმით დაშანტაჟეს ეს გარვით იტყუებოდა ოქრუაშვილი არა არ ვიცი შეიძლება იტყუებოდა მაგრამ რომ უარყო ყველაფერი და მე საფრანგეთი და დამაშანტაჟესო აი მაგალითი გითხარით მაგალითი გითხარით დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია ძალიან დიდი მადლობა ძალიან მძიმე თემაზე ვისაუბრეთ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით დროებით მადლობ ყურადღებისთვის